და ეხა პრეზენტაციას გავხსნი. ხო. მოკლედ, სავარაუდოდ გონია, რომ ჩვენ ყველანი მეტნაკლებად ვიცნობთ უკვე ერთმანეთს და მაგრამ მე ძალიან მოკლედ ვიტყვი ჩემ თავზე, რომ მე ვცხოვრობ ბერლინში, აქ მაქვს განათლება მიღებული და აქ მუშაობ უკვე მრავალი წელია სახელმწიფო მუსიკალურ სკოლებში და ბაღებში და პრინციპში კერძო სკოლებშიც ახლა აღარ მუშაობ, თორე ინგლისურ, ანუ ამერიკულ, ესე ვთქვათ, პროგრამებთან მუშაობდი კერძო მუსიკალურ სკოლებში. და ხო, ეს ძალიან მოკლედ არ მინდა რომ ხარ რაღაცა ჩემი ბიოგრაფიაზე ვილაპარაკოთ, უბრალოდ თუ ვინმე არ მიცნობს რომ რაღაცა მოკლედ იცოდეს. გადავიდეთ, ესე ვთქვათ, რა არის საერთოდ იდეა, რისი გაკეთება გვინდა, რისი მიღწევა გვინდა ამ ყველაფრით. თავიდან ვფიქრობდი, რომ აი მასალებს დავდებ, რომელიც იქნება ინსპირაციული, მაგრამ რაღაცა ის განიცადა, განვითარება თუ პროგრესი ამ იდეამ და ბოლოს მივხვდი, რომ რაღაცა მასალები კი არ არის, გადაიქცა უფრო კურსად, პროექტად, რომლის რაღაცა უკვე 1 წლის და 2 წლის ხედვები გვაქვს. ასევე მივხვდი, რომ უბრალოდ ესე მასალების დადებით რაღაცა პლატფორმა, რომელიც უცხო არის ძალიან ბევრისთვის, ის არის, რა ქვია, რაღაცა დამაბნეველია, არ იცის ადამიანმა სად დაიწყოს, როგორ გააკეთოს, ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე, რომ რაღაცნაირ კურსად გადაიქცეს, ტრენინგად გადაიქცეს. და პირველ რიგში რისი მიღწევა გვინდა, ესე ვთქვათ, ბოლოდან რომ დავიწყოთ და უკან რომ გამოვყვეთ. გვინდა რომ პატარების განვითარებას შევუწყოთ ხელი, მათ ცხოვრებაში შევიტანოთ მეტი მუსიკა, კრეატიულობა, ხალისი და ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჩვენ გვინდა ბედნიერი, თავისუფალი, ბედნიერი, თავისუფალი და ძლიერი. იმაში შევახო. სახელს ზუსტად ვერ ხვედავ, მაგრამ პრინციპში დამუთვამეთ შემიძლია არის ადამიანების თუ რამე გვესმის ფონად. შემდეგ მეტი კვალიფიციური მასწავლებელი და რეალიზებული პროფესიონალები, რომელიც მართლმაყოფილებას განიცდიან საკუთარი გაკვეთილით და იმით მაყოფილებას, რომ აი ესეთი ბედნიერება დატოვეს ბავშვებმა მათი გაკვეთილი. ბოდიში თან შიგადაში ხავს უშვებ და ცოტა მეფანტება ხოლმე ყურადღება პრინციპში შემიძლია ანის გადავაბარო. მესამე, ჩვენი დარგი არ არის, ესე ვთქვათ, განვითარებული ჩვენს ქვეყანაში, ხო? ანუ არ გულისხმობ, რომ კარგი მასწავლებლები არ არსებობენ, გულისხმობ იმას, რომ რაღაცა განათლების სამინისტროს დონეზე ძალიან სტრუქტურირებულად კონცეფციების, მასალების დონეზე დარგი არის, აი ეხა იწყებს რეალურად, ხო? როგორც თვითონ ბაღები ავტორიზაციას ეხა გადიან, ძალიან ბევრი რაღაცა იცვლება და ჩემი აზრით ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ ვიყოთ ის ხალხი, ვინც ამ დარგის, ესე ვთქვათ, აღმოცენებაში და განვითარებაში შეიტანს ძალიან დიდ როლს. და ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს ჩვენი დარგის ინოვაცია, პროგრესი, ხარისხის აწევა, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება. და ჩვენი, ესე ვთქვათ, პედაგოგიური, სოციალური მოღვაწეობით სოციუმზე გავზარდოთ ჩვენი ზემოქმედება. ამაზეც მოგვიანებითაც ვისაუბრებ. უბრალოდ ეხლა ხალხს გავუსვამ, რომ ჩვენი პროფესია არ არის მხოლოდ შემეცნებითი, არამედ ჩვენი პროფესია ერთ-ერთი იმ პროფესიებისგან ეკუთვნება, რომელიც არის ძალიან სოციალური და საზოგადოების რაღაც სოციალურ ქსოვილზე ძალიან დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. აქვს როგორც ბავშვებთან ურთიერთობა, მშობლებთან, კოლეგებთან და ძალიან ფართო არის, ესე ვთქვათ, პედაგოგების ზეგავლენა სოციუმზე და ამის აღქმაც უნდა გქონდეს ჩვენ თვითონ და გვეამაყებოდეს ეს ყველაფერი. ქალბატონო თათია, უკაცრავად. ჩემს მეგობარს უნდა შემოსვლა მაკაპაპუკიშვილია და ვერ შემოდის, არ ვიცი, თქვენგან სჭირდება დასტური თუ რა ხდება, არ ვიცით. მოსაცდელ ოთახში არის? ხო, ტრიალებსო და ეწვალება უკვე რაც დაიწყო ვერ შემოვიდა. იცით რატომ მე სულ მიგდებს, ეხლა ანი შენ ხედავ, მე რო არ გავთიშო უბრალოდ ეს screen sharing-ი. ანუ მე ვუშვებ ჩვეულებრივ ვაძლევ და შემოვიდნენ და უბრალოდ არ ვიცი შენგანაც ჭირდება დასტური, იმიტომ რომ მე რა ვაჭერ ხშირად უფრო დიდი ხანი. ეს სახელი და გვარი რაც გითხრა ქალბატონმა ხატია, მაგრამ არა, ეგ არ მინახავს. მაკაპაპუკიშვილი. იმიტომ რომ შეიძლება რამე ინტერნეტის პრობლემა ხო არა აქვს თვითონ, იმიტომ რომ
თუ მოსაცილო ოთახშიც არ არის, ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს და მე როგორც კი შემოდის, მეც და ანიც ორივე ვაჭერთ შემოშვებას. მოსასწავლო ოთახში ახლა არავინ არ ჩანს. ხო, ანუ მოსაცილო ოთახშიც არავის როგორც ჩანს და იქნებ რაღაცა ინტერნეტი გადაამოწმოს ან სახლის ან მობილურის ინტერნეტზე გადავიდეს, რომ აი აგერ ეხაც ახალი შემოდის ვიღაცა მარიამი, უშვებთ ხალბატონ მარიამს, მაკა. დიახ. დავაჭირე ეხა. ალბათ თქვენ მეგობარი მაკა არის ვიმედოვნოთ. ეხა ხო, მოკლედ სულ ახალი ხალხი შემოდის. ანი შენაჯერ ხო? დავაიგნორო ხო მე? კი, მე ვაჭერ. გაგზავნე. ხო, მე გავაგრძელებ მოკლედ საუბარს. ხო, თუ ის რა ქვია, კიდე რამე არის, ნებისმიერ დროს შემაწყვეტინეთ. ეს ვისაუბრეთ ხო რაღაცა საბოლოო მისია და რაღაცა ხანგრძლივი ხედვა რა არის ჩვენი, რომელსაც მრავალი წელი უნდა ვიმუშაოთ. შემდეგ გადავალ და რა არის მე როგორ ხედავ რა არის ჩემი მიზანი და როლი ამ ყველაფერში. ან ჩემი სურვილი და მიზანი არის რომ ჩემი კომპეტენცია ესე გამოვიყენო რომ რაც შეიძლება დიდი სარგებელი მოიტანოს და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის. ამ შემთხვევაში იმით რომ მე ჩემს კომპეტენციას გიზიარებთ და მასალებს თუ შევქმნით თუ ტრენინგს, ამით იმის ფუფუნება მაქვს რომ არა მხოლოდ მაგალითად როცა მე აქ გაკვეთილს ვატარებ იმ კონკრეტულ ჯგუფზე და ბავშვებზე და მშობლებზე მქონდეს ზეგავლენა, არამედ თქვენი გავლით მქონდეს რაღაცა სარგებელი მოვუტანო ბავშვებს როგორც საჩხერეში, ისე მარტვილში, ზუგდიდში თუ სადაც იქნება, ხო? ან ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ამიტომ მე მგონია რომ ეს როგორ თქვა, ეს პატივი როგორ უნდა გამოვიყენო და ამით რაც შეიძლება ჩემი ესე ვთქვათ აგვიზიაროთ ჩვენს პოზიტიური ეს ეფექტი რაც შეიძლება გქონდეს, ეს აუცილებლად გავაკეთო. ესე ვთქვათ, ჩემი პირდაპირ ფოკუსი ხართ თქვენ, ხო, ანუ ვიმეორებ რეალურად დიდი ბავშვები, ხო, თქვენი გავლით, მე შემიძლია რომ ძალიან ბევრ ბავშვთან სხვა კუთხეში რაღაცა მივიტანო მათ განვითარებასთან შესაბამისი მასალები. და მე სრულიად როგორც კოლეგა მაქვს ძალიან ესე ვთქვათ დიდი რა ვთქვა როგორც პატივისცემა, სოლიდარობა და სიყვარული ჩემი კოლეგების და ის აზრი რომ მე გავუადვილო ჩემს კოლეგას ცხოვრება, იმით რომ მოგაწოდოთ მასალები, რომელიც დროს დაგიზოგავთ ნერვებს, ამაზე ნერვიულობას რომ რა მასალა შევიტანო, იყო თუ არა ასაკთან შესაბამისი, იყო თუ არა ამ შემთხვევაში ეს გამართლებული. იმიტომ რომ მე კარგად ვიცი ეს რა სტრესი არის. კარგად ვიცი რა მე აქ დავიწყე რეალურად და მე მაქვს არჩევანი ვიყიდო უამრავი წიგნი და აქ დავინახე რომ ერთი არის პედაგოგის ესე ვთქვათ როგორც პედაგოგი ყოველდღე მიდიხარ და ატარებ გაკვეთილს და მეორე არის ის ხალხი ვინც ზის და კონცეფციებს და მთელ პროგრამებს იმუშავებს. ეს არ არის ერთი და იგივე ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება, რა თქმა უნდა. უბრალოდ ერთი სამსახური არის მასალები და მთელი წლის პროგრამა შექმნა და რაღაცა კურსები და ტრენინგები, მაგრამ არ შეიძლება თან სულ განაკვეთზე მუშაობდე ადამიანი და მე სახში მიდიოდე და კიდე რაღაცა კონცეფციებს წერდე და იმაზე ნერვიულობდე რა შეიტანოს. მინიმუმ უნდა იდოს სადმე მასალა, რომელსაც თქვენ ისწავლით, მოამზადებთ, იმეცადინებთ და მე შეიტანთ გაკვეთილზე. მე ჩემთვის ეს ხალმისაწვდომი იყო. ხო და მე ვერ წარმომიდგენია როგორია, როცა არ არის ეს ხალმისაწვდომი. ხო, ამიტომ ხო ეს მინდა რომ ჩემი კოლეგებისთვის გავაკეთო და ასევე წევრებისთვის შექმნა სივრცე, სადაც ერთმანეთს გავუზიარებთ ახალ იდეებს, კომპეტენციას, გამოცდილებას, გულისწყვილს არის რაღაცა საერთო პრობლემა, ხო, როგორც წინა შეხვედრაზე იყო ველაპარაკე ზეიმები შეხვედრაზე. ამაზე მოგვიანებითაც ვიტყვი თვეში ერთხელ მინდა რომ შეხვედრა გავაკეთოთ. დავსხდებით, ავირჩევთ თემას, არის ეს ზეიმები თუ რა პრობლემა არის, ვისაუბრებთ და ვეცდებით რომ ვიყოთ სოლიდარულები, შეკრულები, რაღაცა ერთობლივი ძალებით გადავჭრათ ეს პრობლემა. და მინდა რომ ხო იყოს სივრცე, სადაც მასწავლებლის შრომა არის დაფასებული და ყველა იამაყებს საკუთარი თავით და მიღწევებით ვიქნებით ერთმანეთისთვის ინსპირაცია, мотиваცია და რა ვიცი, ხო. შემდეგ. ეხა ხო, ეს იყო ჩემი როლი ამ ყველაფერში, რაც საბოლოო მიზანია და თქვენ პირადად რა სარგებელს მოგიტანთ და როგორ შეცვლის ეს კურსი თქვენს ცხოვრებას.
რაც ისე უკვე ვახსენე, ხო, კიდევ ერთხელ რაღაც პუნქტებად ჩამოვწერე, რა აღარ იდადებთ რა თემა შეიტანოთ და როგორ ჩაატაროთ გაკვეთილი, ანუ უკვე იარსებებს ესე ვთქვათ კონცეფცია, რომელიც მე ამ წუთას ეს ჩვენი პროგრამა ბოლოს ყველანი ერთად შევხედავთ აბსოლუტურად ყველაფერს და რაღაცა ჩონჩხი თუ ღერძი არის და უშუალოდ ამ პროგრამის სეზონი და იცით რომ უბრალოდ თუ იმ მასალას ესე ვთქვათ იმეცადინებთ იმ რამდენიმე 60 აქტივობას მოამზადებთ იცით რომ არაფერს სხვაზე არ უნდა იდარდოთ უბრალოდ ეს არის თქვენი დავალება და არც YouTube-ზე უნდა უყუროთ 1000 ვიდეოს და ძებნაში დრო დაკარგოთ აიმაღლებთ კვალიფიკაციას და იქნებით უფრო წარმატებული და თავდაჯერებული არ გულისხმობ რომ ეხა ვინმე კვალიფიციური არ არის და ის არ არის უბრალოდ ყოველჯერზე მეც მარტო იმით რომ სხვა მასწავლებელთან აქ შევდივარ და მათ გაკვეთილს უბრალოდ ვესწრები ხოლმე გამოვდივარ ისეთი ინსპირირებული იმიტომ რომ ყველა მასწავლებელს თავისი რაღაცა სტილი აქვს სხვადასხვა აქტივობები აქვს სხვადასხვა ინფორმაცია აქვს თქვენი გაკვეთილები და მიდგომები იქნება უფრო გააზრებული და გამართლებული დაიმსახურებთ მენეჯერების და კოლეგების დაფასებას თუ კომპლიმენტებს გექნებათ საშუალება უფრო არგუმენტირებულად ესაუბროთ მშობლებს. ჩვენ ხშირად მე როდესაც მაგალითად შეიძლება რამე პრობლემა მქონდეს, ეს ნაკლებად არის ხოლმე თვითონ ბავშვი. პრობლემა ალბათ უფრო მშობელია, ან შეიძლება მშობლის დამოკიდებულება ბავშვის ქცევასთან და ასე შემდეგ. და ალბათ თქვენ კიდევ უფრო ხო, ანუ მთელი დღის განმავლობაში ბაღში ხართ და მშობლებთან გაქვთ შეხება და ალბათ ძალიან ხშირად გჭირდებათ მათთან რაღაცა გაზიარება, საუბარი, არგუმენტები, მათი რაღაცაში დარწმუნება, შეიძლება საერთოდ შეწინააღმდეგება, ანუ მე მქონდა ბაღის გაერთიანებების უფროსებთან საუბარი, რომ ეს რაღაცა ძველი სტილის ზეიმი, რომელიც აღარ უნდათ რომ თვითონ აღგზელებს გააკეთონ, მაგრამ აი მშობლებს უნდათ. და აი ამ შემთხვევაში რა ენით უნდა ესაუბრო, როგორ უნდა ესაუბრო, მოკლედ და როგორ უნდა აუხსნა. როგორ? სირია ეს შემთხვევა, რომ კი, და სხვა თემებსაც შეიძლება ეხებოდეს ყველაფერი და ჩემი აზრით აი ეს თვეში ერთხელ შეხვედრაც ესეთი რაღაცებისთვის ძალიან კაია, ხო, ყველა თავის პრობლემას და გულის წუხილს ან გამოცდილებას რო ამბობს და მე ყველანი ვფიქრობთ, როგორ უნდა ვესაუბროთ მშობლებს, ხო? ხო, მიიღებთ იციამნებას გახარებული მოტივირებული ბავშვების ყურებით და წარმატებულად ჩატარებული გაკვეთილით და როდესაც ესე თქვათ, გაკვეთილი დაგეგმილია და იცი რა საკეთებს 45 წუთი გადის ისე უცებ, რომ აი ბავშვებიც ყოველთვის მაგას ამბობენ, რომ აი მე უკვე მორჩა და მეც ესე ვარ 45 წუთი ძალიან დამღლელი და ინტენსიურია, მაგრამ აი ძალიან უცებ გადის. შემდეგ ყოველი წელი გახდება სულ უფრო ადვილი და გექნებათ საკუთარი იდეები ყოველ წელს უფრო მეტად. ჩემი პირადი გამოცდილებაც ეს არის. პირველი წელი იყო ჩემი ძალიან ინტენსიური. იმიტომ რომ მე პოენაზე ვამუშავებდი მასალებს და ეს იყო სიმღერები, რომელიც არც ჩემს მშობლიურ ენაზე არ იყო, ბავშვობაში არასდროს არ მომისმენია, რაღაც სიმღერები, რაც გერმანელებისთვის არაფერი არ არის, სწავლაც არ ჭირდება, ჩემთვის იყო ყველაფერი უცხო. ამიტომ პირველი წელი რაღაცა მგონი შოქში უფრო რაღაცა ვიყავი, რომ აი როგორღაც ეს ყველაფერი დაიმახსოვრო და როგორღაც ჩაატარო გაკვეთილი. მაგრამ ყოველი წელი თან მე სხვადასხვა ასაკის პროგრამებს ვამუშავებდი ერთდროულად. ანუ შეიძლება 3 პროგრამა ერთდროულად დამემუშავებინა და თან მე ინგლისურადაც მუშაობდი და ანუ ცალკე ინგლისური და როდესაც მშობლიურ ენაზე უბრალოდ კარგად დაგეგმავთ და რუტინა გექნებათ, ბევრად უფრო ადვილია და ყოველ წელს ამ ყველაფერს თან ერთ და იგივე ჯგუფებში ხო იმეორებთ კვირის განმავლობაში რამდენიმე ჯგუფში და შემდეგ ერთი წელი რო ჩაევლის და მეორე წელს იგივე პროგრამას რო დაატრიალებთ, მიხვდებით რამდენად ნაკლებ ენერგიას დახარჯავთ თვითონ მაგ გაკვეთილში, იმიტომ რომ ტვინს უკვე ბევრად ნაკლები მობილიზება სჭირდება და ყოველ წელს მიხვდებით, რომ სულ უფრო ახალი იდეა და ინტერპრეტაცია გაქვთ ამ ყველაფრის. და ამოარჩევთ თქვენი საყვარელი აქტივობები რომელია და ასე შემდეგ. იამაყებთ საკუთარი შედეგებით თავისთავად და იქნებით ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური მასწავლებელი თქვენ გარემოცვაში, ვისაც კოლეგები შეეკითხებიან პროფესიულ რჩევას თუ დახმარებას თუ ასე შემდეგ. და ეს არის ჩემი აზრით პუნქტები, რომელიც რაღაცა ჩვენს პროფესიას
დამღლელს მაგრამ ძალიან სასიამოვნოს და ესეც ხდის რა. ხო. ეხა გადავიდეთ ის ყველაფერი მიზნები და რაც ვილაპარაკეთ, ჩემი როლი რა არის, თქვენი როლი რა არის. ცოტა რაღაცა ვიზუალურადაც რომ წარმოვიდგინოთ. მარი გვიერთდება კი ბატონო. ეხა ზუსტად ას არ მინდა რომ ეს ეკრანის გაზიარებათან გავუთიშო, მაგრამ რაღაცა ისე რომ წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა ერთი წრე, ანუ რაღაცა ვიზუალურად რომ წარმოვიდგინოთ ერთი წრე მეორე თქვენ, მე გაძლევთ მასალებს, თქვენ მაძლევთ მუდმივად უკავშირს და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი, ესე ვთქვათ, დაბლა ჩამოდის და მოაქვს სარგებელი ბავშვებისთვის, ანუ არც ჩემი მასალები არაფერი, ასე ვთქვათ, იმის გარეშე, რომ თქვენ ამ მასალებს ყოველდღიურად მოიხმართ და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი უკავშირი რეალურად რა ფუნქციონირებს, რა არ ფუნქციონირებს, რა როგორ უნდა შეიცვალოს, ან რა გჭირდებათ უფრო. ხო, როგორ უნდა მოხდეს ახლა ამ ყველაფრის მიღწევა და სამომავლო გეგმები. პირველი წელი, ანუ მე ვიცოდი, რომ არანაირი მასალები, თითქმის არანაირი მასალები არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში არა ისე, რომ ერთი წელი ჩამოწერილი იყოს სტრუქტურირებულად თავისი გაკვეთილის გეგმებით და ყველაფრით. ამიტომ ვიცოდი, რომ ვერ გავაკეთებდი პროგრამას, რომელიც სამ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს ესე ვთქვათ იქნებოდა. რეალურად ყველაზე იდეალური არის მე ხა აქ როგორც მუშაობ, იმიტომ რომ არსებობს ეს მასალები, ჩემი გამოსაგონი არ იყო ეს ყველაფერი. 2-დან 3 წლამდე 3-დან 4 და 4 და 5. 3 პროგრამა რო იყოს მაგალითად. მე ამას ვერ ვიზამდი, მაშინ რა ვიცი, კიდე 2 ჩემნაირი ვიღაცა უნდა დავსხდეთ და ყველამ ცალ-ცალკე აკეთოს ყველაფერისთვის. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ისეთი აქტივობები შემერჩია, რომელიც სახალისო მაინც ყველასთვის იქნებოდა და თქვენ თვითონ შეძლებდით ან ერთი და იგივე აქტივობის ვარიაციები გავაკეთო, რომელიც მაგალითად შეიძლება ერთი უფრო კარგად ფუნქციონირებს 4-5 წლის ბავშვისთვის და მეორე შეიძლება 2-3 წლის ბავშვისთვის. და ამასთანავე თვითონ აქტივობის გართულება და გამარტივება შეგეძლოთ თქვენ თვითონ, რომ პირველი წელი არის, ესე ვთქვათ, იმისთვის, რომ თქვენ მასალები რაც შეიძლება ჩქარა მაშინათვე შეძლოთ პრაქტიკაში დანერგვა. და მე თქვენ თვითონვე მოარგოთ თქვენს ასაკობრივ ჯგუფებს გაამარტივოთ და გაართულოთ. ამასთანავე ამ 1 წლის განმავლობაში ხო თქვენგან მივიღებ საერთოდ ძალიან ბევრ უკავშირს, რითაც თვითონ პროგრამაც დაიხსნება და კიდევ უფრო მოერგება თქვენს რეალობას. მეორე წელი თვითონ აი ეს კურსი უკვე რაც აშენდა, ესე ვთქვათ, კიდევ დაემატოს აქტივობები, როგორც თქვი თქვენი უკავშირითაც რაღაცეები, ეს რა ქვია, ხო, აი აღარ არის უკვე ფონის ხმა. დაემატება და ასევე ვფიქრობ გავაკეთო მეორე მასალა, რომელიც 4-5 წლის ბავშვებზე იქნება გათვლილი. ეს არის მოკლედ ჩემი უხეშად რო ვთქვათ, მომდევნო 2 წლის ფედვა, ერთი წუთით. და ამ ყველაფრის პროცესი რა არის პირველი წელი? პირველი წელი ღერძი არის სეზონები. ანუ გვაქვს ერთი სეზონი, ეხა მაგალითად შემოდგომა. გვაქვს სექტემბერი. სექტემბრისთვის ვირჩევ თემას, რომელიც ეხა არის ხილი და მოსავალი. შემდეგ ყოველ კვირას პარასკევს იდება მასალები, რომელიც არის დაახლოებით 3-4 აქტივობა. თვითონ პოსტი ბევრად მეტია, იმიტომ რომ თან აუდიოებს ვურთავ, ვიზუალებს ვურთავ, შეიძლება ერთ-იგივე აქტივობის სხვადასხვა ვარიანტს ვურთავ. მერე მაგალითად ოქტომბერი იქნება სავარაუდოდ ფოთლები და ქარი, ესე დავარქმევ. ნოემბერი იქნება ცხოველები. და ცხოველების ესე ვთქვათ სეზონურად, ანუ ხა ნოემბრის თემა არ იქნება თუთიყუში მაგალითად ან რაღაც ესეთი. უფრო რაღაც რა ვიცი, ბაჭია, სორო რაღაც ესეთები. და ასე გაივლის ესე ვთქვათ სეზონები. და დეკემბერი თავისთავად ხო, ნუ დღესასწაულები, რაღაცა შობა, რაღაცა როღაცა და ასე შემდეგ. ყოველ თვე გვექნება თვის ბოლოს, ამას თქვენთან ერთად ავარჩევ ბოლოს პოლის გამოკითხვით,
მე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, რომ კარგი იდეა არის, რომ ყოველი თვის ბოლოს რაღაცა ერთი დღე აერჩეს, მაგალითად მეოთხე შაბათი, მეოთხე ხუთშაბათი რაღაცა, რასაც ავარჩევთ და იქ მოხდეს რეფლექსია რეალურად მთელი მასალის რა მიფუნქციონირა, რა არ ფუნქციონირა, არის რაიმე კონკრეტული თემა, რაზეც საუბარი გვინდა და ასე შემდეგ. ამ ხნის გამო შეგიძლიათ კომენტარებიც დატოვოთ, ხო, თვითონ აქტივობებზე, ჩატისაც გავაკეთებთ, მესენჯერის ჩატს, სადაც მხოლოდ ისინი ვიქნებით, ანუ ვინც გამომწერები არიან და იმეილითაც, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ კომუნიკაცია. ყოველი თვის ბოლოს, ანუ ამაზე მე ძალიან უწევ შეხვედრის იდეა, მგონია რომ ზოგადად ონლაინ მასტერკლასის დროსაც ეს ვნახე, რომ ძალიან გვესიამოვნა ერთმანეთთან ლაპარაკი. და მე მინდა რომ შეხვედრაზე რაღაცა ძალიან მოტივირებული ვარ, რომ აი ძალიან კაი შეხვედრა გავაკეთოთ ისეთი, რომელსაც რაღაც თავისი რიტუალები ექნება, თავისი თემები ექნება, ჩარჩო ექნება, რის მერე რას ვაკეთებთ. შეიძლება რაღაცა იმით დაიწყოს, რომ მაგალითად ერთი რითაც ამაყობ და ერთი მე ერთი პრობლემა და შეიძლება მაგალითად 5 მონაწილემ ან 10 მონაწილემ თქვა იმ თვის განმავლობაში რა იყო მომენტი, როდესაც მან იამაყა ძალიან საკუთარი თავით და ამ პროცესით, რომელი იყო, რომელიც გაუჭირდა და ასე შემდეგ. რაღაცა თემები მინდა რომ და ბოლოს შეიძლება რაღაცა ან ერთმანეთს საერთოდ მივცეთ, ხო, რჩევები, აი, ვის აქვს პრობლემა და ვის უნდა რომ უპასუხოს და რაიმე რჩევა მისცეს. და ასე შემდეგ, ანუ ძალიან ბევრი კარგი სახალისო რაღაცი გაკეთება შეიძლება და მე ბოლოს შეიძლება განყოფილება იყოს, სადაც ერთი თემა გვაქვს არჩეული, რაღაცა ზეიმი, მშობელთან კონფლიქტი, ან რავი, ბავშვების მიღება და ასე შემდეგ, ხო, ნებისმიერი თემა. და ეს ყველაფერი მინდა იყოს, რა თქმა უნდა, თქვენთან შეთანხმებული, ანუ ყველაფერს ერთად გადაწყვეტა, როგორი უნდა იყოს ჩვენი შეხვედრა და რას უნდა მოიცავდეს. ეს არის ჩემი აზრით, ესე ვთქვათ, მგონი შეძელით, ხო, წარმოდგენა, ანუ ეს ერთი წელი როგორ წარმომიდგენია, იდება მასალები ყოველკვირა პარასკევს, თქვენ ამუშავებთ, თქვენ მასალებს აკეთებთ თვის ბოლოს ხვდებით ყველანი ერთმანეთს და ვლაპარაკობთ, რა მიფუნქციონირა, რა არ ფუნქციონირა, შეხვედრის ბოლოს მინდა წარმოადგინო, აი ესა და ეს იქნება თემა, ფოთლები და ქარი მაგალითად, და მე ისე ვიწყება მომდევნო თვე. ყოველ თვეს ვაჯამებთ ერთად. შეიძლება სეზონის დაჯამება კიდევ უფრო რაღაცა ესეთი განსაკუთრებული გავაკეთოთ. და საბოლოო ჯამში ესე გავა ეს მთელი ერთი წელი და ასე ვთქვათ, გავაკეთებთ ამ სეზონებთან დაკავშირებულ მასალას. და მეორე წელზე როგორც თქვი, მგონია რომ კარგი იქნება გაკეთდეს უკვე უფრო დიდი ბავშვებისთვის უფრო ესეთი კომპლექსური მასალა. ეხლა განახებთ რისგან შედგება ჩვენი პროგრამა. და ხო, ახალი მასალები თქვი ყოველ კვირის პარასკევს. შეტყობინება მოგდით იმეილზე. ისეთი როგორიც მაგალითად სექტემბრის ეხლა მეორე კვირის ეხლა ხანს დაიდო გუშინ, ხო? გუშინ მოგივიდათ შეტყობინება. მათქვინეთ მაგ შეტყობინებასაც შევხედავთ ყველაფერს. როგორც თქვი, სეზონურია, მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს, ცეკვას, სიმღერას, ადგილზე და სივრცეში მოძრაობა, გადაადგილება, ფაქიზი მოტორიკა, ხატვა, ხელგარჯილობა, ინსტრუმენტები და ასე შემდეგ. ანუ ყოველთვის და მოგდით ყოველთვესთან ერთად ბროშურა, ყოველთვეს აქვს თემა და შესაბამისი ფოტო, ხო, ეხლა ჩვენი ფოტო არის, თან რაღაცა ნავიგაციისთვის დაგეხმარებათ, ხო, პოსტებს რო უყურებთ, ხილს რო ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ სექტემბერის მასალა არის. აწერია თვითონ თვეც და კვირის ნომერიც. ხო, მე გვაქვს ბროშურა, ამ ბროშურასაც შეგვიძლია ახლა ერთად შევხედოთ. და აი ჯერ არ გამომიგზავნია გაკვეთილის გეგმები. ჩემი აზრით ყველაზე ალბათ გონია უშუალოდ მე რაც ეს თქვა გაგიხარდება და გამოგადგებათ არის გეგმები. კონკრეტულად რას აკეთებ იმ გაკვეთილზე, რის მერე და რატომ. კიდე ერთ ინფორმაციას გეტყვით, რომ წინა თვის მასალებს სავარაუდოდ ეხლა მაგალითად ოქტომბრის რო დაიწყება, სექტემბრის აი შეიძლება კიდე ერთი კვირა იდოს და მერე დაარქივდება, იმიტომ რომ როდესაც ყოველთვის ადამიანი იწერს, აქვს იმ თვეზე წვდომა. ანუ ვეღაცა ვინც მაგალითად იანვარში შემოგვიერთდება, მას არ ექნება სექტემბერ, ოქტომბერ, ნოემბერზე წვდომა. არც სამართლიანი არ იქნებოდა, ხო? მაგრამ მოგაწვდით აუცილებლად ბმულს, სადაც ყოველთვის შეგიძლიათ წინა მასალებს შეხედოთ, ხო? მაგრამ მე ისე ზოგადად გირჩევდით, რომ კონცენტრირდით იმ
4 კვირაზე, იმ 1 კვირაზე იმ წუთას, რასაც აკეთებს. მე ისევ დადგება მეორე წელი და ისევ თავიდან წახვალთ წრეზე და კიდევ თავიდან გაიმეორებ და მესამე წელს საერთოდ ზეპირად გეცოდინებათ ყველაფერი. მასალები შეგიძლიათ ნახოთ როგორც ჩვენ საიტზე, ასევე გადმოწეროთ აპლიკაცია, თქვენს ტელეფონში და აპლიკაციაში უყუროთ, ან აი რო გითხარით, რომ ავტვირთავთ და ლინკს მოგცემთ, ისე. მოდი ხა გაზიარებას კი არ შევწყვეთ. უпростоრად წინა გვერდზე რა ვთქვით? მასალები არის, ხო, მოდი ბროშურა შევხედოთ პირველ რიგში. ბროშურას თქვენ აი ვებსაიტზე შევედი, ხედავთ, ხო? და აი ეს იყო იმეილი, რაც მოვიდა. მეორე კვირის მასალები დაიდო, ხო? და მოგდით აი ეს ზუსტად ეს იმეილი. დაიდო ვიდეოები და რა გვაქვს? ხელმისაწვდომია ჩამონათვალი, ხო, პირველ რიგში, რომ ვახტანგ კახეძის მოხევურზე ცეკვა, რომელიც ყველა გამომწერისთვის არის ხელმისაწვდომი და ქვემოთ არის ვინც ფასიანად გამოიწერა შარფების ლექსი და სიმღერა, მსხვილი ხე როგორც სხეულის პერკუსია, მსხვილი ხე როგორც ხმოვანი ამბავი და ქვეშ კიდე გადმოსაწერი მასალა. მოსავლის ცეკვა, კარნევალიტორო, ეს აუდიო შეგიძლიათ ესე გადმოწეროთ, გაქვთ ხელგარჯილობის იდეები და ფოტოები და ხო, კარნავალიტოს აუდიო. მოკლედ თვითონ იმეილშიც ნახავთ უკვე ჩამონაწერს, ესე ვთქვი, ჩამონათვალს რა არის იმ კვირის მასალა. ხო. ამით ჩამოვტვირთო შეგვიძლია თათია რომ ჩამოვტვირთოთ, ხო? რა გქონდეს ესე. კი, რეალურად იმ ლინკიდან ვიდეოების ჩამოტვირთვა შეიძლება, უბრალოდ გონია რომ თან დიდია ვიდეოები და ძალიან ბევრ ადგილს დაიკავებს თქვენს კომპიუტერში თუ მობილურში, მაგრამ თუ გინდათ, ეგეც შეგიძლიათ იმ ლინკიდან გააკეთოთ და აუდიო და ვიზუალური მასალა, აუდიოს თვითონ ვებსაიტიდანაც შეგიძლიათ გადმოწეროთ. ეგ პირდაპირ იმისთვის არა, ხო, რომ თქვენ ტელეფონში იყოს ეგ აუდიო მასალა. ეხლა რა თქმა უნდა, ყველა აუდიო მასალას ვერ გავაკეთებ ეგრე, იმიტომ რომ არალეგალურია, მე გაძლევთ იმაზე, რისი უფლებაც მე მაქვს, რომ რეალურად მოგცეთ, თორე მაგალითად ეხლა ვახტანგ კახეძის მოხევური არ არის, მე არ მაქვს უფლებები და თუ YouTube-დან გადმოწერე ხა და როცა შენთვის კიდე გადმოწერა არალეგალურად და იქ უბრალოდ ბახში უკრავს სხვა არის და ეხლა მე პატარა ანუ თქვენამდე ხალხს რაღაცა გამოგიგზავნოს, რის რეალურად საავტორო უფლებები მე არ მაქვს, მაგ დროს სულ მაქვს ხოლმე ლინკი დართული. ხო, რომ YouTube-ზე უცებ შეხვიდეთ, ეგ მერე თქვენი საქმეა იქიდან გადმოწერთ თუ არა, ხო? აი რას ვიხსოვ, ეს თუ ხელმისაწვდომი იქნება ყოველთვის ჩვენთვის, რომ აქედან შევიდეთ და აქედან ვიხემძღვანელოთ, ესე ჯობია მე მგონი, ხო, რომ აი არ ჩამოვტვირთოთ. ეს ხო გვექნება ჩვენ მუდმივად, ხო, დარჩება ჩვენთან. კი, აი იცით რა არის თვითონ საიტზე. მიწევს სამწუხაროდ წინა მასალების დაარქივება და იცით როგორ მიწევს, რახან ახალი გამომწერებიც უერთდებიან. ხო, ანუ არ შეიძლება რომ ხა თქვენ მაგალითად გადახდილი გქონდეს 3-4 თვის და იმ 3-4 თვეზე ქონდეს წვდომა და მე რაღაცა ერთი თვის გადაიხადოს და იმასაც 3-4 თვეზე ქონდეს წვდომა. ამიტომ იმის დაარქივება, მაგრამ მე სულ გამოგიგზავნით ლინკს, რომელიც აი ნახეთ ესე გამოიყურება. უბრალოდ დრაივზე არის ატვირთული, დასათაურებული ყველაფერი ძალიან კარგად. ამის ლინკიც ყოველთვის გექნებათ. თუ ფიქრობთ, რომ ვებსაიტი არის ძალიან დამაბნეველი და რაღაც არ ხართ ამ ინტერფეისს, ამ ყველაფერს მიჩვეული, ამის ლინკიც გექნებათ. და თუ გინდათ აი ესე ფოლდერივით გაიხსენით უბრალოდ და ხედავთ, ხო, ბუშტის ცეკვა ეს რა. სექტემბრის რაღაცა პირველი კვირა ხელგარჯილობა ცალკე აქ კიდე უფრო იცით ის ვებსაიტი ყველაფრის ილუსტრაცია გაკეთების საშუალებას არ მაძლევს როგორც მინდა. და აქ ძალიან კარგად ფოლდერებში ვშვები ხოლმე ყველაფერს ცალ-ცალკე. ანუ შვებით. ანი შვება. ხო და აქ ყველა ვიდეო. ამიტომ ვიღაცების შეიძლება ეს ბევრად ადვილი აღსაქმელი არის ვიდრე თვითონ ვებსაიტი და მინდოდა გცოდნოდათ რომ ორივესთან გექნებათ. ეხლა ეს თვითონ ვებსაიტს, ანუ ეს იმეილი მოგივიდათ, ხო, პირველ რიგში და იმეილზე ყოველთვის მიბმული იქნება ასევე სექტემბრის ბროშურა, თვითონ იმ თვის ბროშურა, ესე ვთქვათ, ბროშურას ვეძახი ჩამონათვალს უბრალოდ იმ თვეს რას ელოდეთ. ეს ყველა დოკუმენტი ასევე ისევ და ისევ იმ Google Drive-ზეც იქნება ატვირთული. მაგალითად სექტემბერი ხელი და მოსავალი, ხო? კვირა 1 რა იყო ყველაფერი და ეს ცოტა აი ეს ემოჯებიც იმიტომ აქვს დართული, რომ ის რა ქვია
თვითონ ვებსაიტზეც რაღაცას რო ვტვირთავ, იმ ეს პატარა სურათს, ემოჯის ვურთავ, რომ ადვილად უცებ აღიქვათ, რომ რა არის ეს აქტივობა, არის ეს ფაქიზი მოტორიკა, ანუ ხელს როცა გიჩვენებთ, ისახვედრად, ხო? კი, არის ფაქიზი მოტორიკა. მაგალითად, ტვინი ან როცა ფაზლის პატარა ნაწილის სურათს ვთქვით, ნიშნავს, რომ კოგნიტური სავარჯიში არის, ან ერთი და იგივე აქტივობა ხშირად ბევრი რაღაცა ერთად არის, იმიტომ რომ შეიძლება ცეკვავს, მაგრამ თან შეიძლება მუსიკა იცვლება და მაგ დროს უნდა შეცვალოს რაღაცა მოძრაობა, ხო? მაშინაც მივუთითებ რაღაცა ტვინს, იმიტომ რომ კონცენტრაციას გულისხმობ. ან რაღაცა კოგნიტურ სავარჯიშოს. როდესაც ეს რაღაცა ბიჭი რაღაცა ჰაერშტრიალებს აკეთებს, ამ გულისხმობ, რომ სივრცეში გადაადგილდებიან, ანუ ემოჯების ესე თქვათ დიდი ისეთი არჩევანიც არ მაქვს, რომ მე როგორიც მინდა ესეთი იყოს, ხო? მაგრამ ეგ გულისხმობა დისკს როცა ხედავს, ის გულისხმობა, რომ აუდიოა, რაც უნდა გადმოტვირთოთ. როდესაც რაღაცა აი პალიტრას ხედავთ, ხო, აი ესეც გულისხმობ, რომ არამე ფოტოებია, რაც შეგიძლიათ რომ ამობეჭდოთ, ან ნუ მინიმუმ ტელეფონში რაღაც ანახოთ. ანუ გულისხმობ, რომ ხო, აი მაგნატლით უფრო ხელგარჯილობებს მივუთითებ ხოლმე. და შეიძლება აი ფუნჯით აი ამ რაღაცა პალეტით შეიძლება პალიტრით შეიძლება მივუთითო ხოლმე ხატვაც ან რაღაცა მსგავსი, ხო? როგორც ტრანზაქციები ასე გაქვთ, ხო, ეგ მინიშნებები. როგორც ტრანზაქციები, მინიშნებები მასე გაქვთ, ხო, მაკრატელი თქვათ, აი ეს მინიშნებები. მინიშნებებში იცით რას გულისხმობ, რომ თვითონ ის სათაური რო კითხულობთ რეალურად, მიხვდეთ, რომ ეს რა აქტივობა არის. აი მსხვილი ხე, 5 წითელი ვაშლით, ხო? ხელი მითითებული და ის რა ქვია, არ ვიცი ამას, ეს რა ქვია. რა ქვია მაგას საერთოდ აღარ მახსოვს. მოკლედ ამით გულისხმობ, რომ მსხვილი ხე და 5 წითელი ვაშლი არის ფაქიზი მოტორიკა, ან თითების თამაშია და არის თან ლექსი. აი ამას გულისხმობ, მაგალითად, აი ამ გრაგნილში. კიდე, როდესაც აი დოკუმენტივით ემოჯი არის, გულისხმობ, რომ თართული მაქვს ტექსტი და აკორდები. როგორც წესი, რამე თუ არის ესეთი ცოტა ტექსტიანი, ვცდილობ რომ ყველაფერს თან დაგიწეროთ, რომ თქვენ თვითონ როცა ახალია, შეიძლება 4 ფრაზა იყოს და ისიც დაგავიწყდეს ადამიანს და რამე და ამობეჭდვა შეგეძლოთ, ან გვერდზე არ მოგერიდოთ, ხო, თავიდან მით უმეტეს, როცა პირველ გაკვეთილზე შეგაქ ახალი მასალა, გვერდზე მინიშნებები დაიდოთ, ტექსტი დაიდოთ. ნოტები ნიშნავს, რომ სიმღერა არის. აი ეს ადგილზე რო ზის, ისეთი ბიჭი ან გოგო ნიშნავს, რომ ვხედვართ წრეში, მაგრამ მოძრაობას ვაკეთებთ, უბრალოდ ადგილზე მოძრაობას ნიშნავს. მიხვდები თქვენთან ინსტრუმენტი, აი მაგალითად დრამი ინსტრუმენტია, რომ ამ აქტივობაში ინსტრუმენტი გამოიყენება და აი მაგალითად მატარებლით მოგზაურობა თუ ნახეთ უკვე ყველა მინიშნებულია, რომ მოძრაობაც არის სივრცეში გადაადგილება, თან კონცენტრაციაა, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ იცვლება, ჩერდება მატარებელი, ხან უნდა იცეკვონ, ხან ინსტრუმენტი უნდა დაუკრან და ასე შემდეგ, ხო? და ამიტომ მაგ დროს ისეც ვუთითებ. ეს ასევე გამოგადგებათ ჩემი აზრით ვიზუალურად აღსაქმელად და მერე მაგალითად, როდესაც სხვა ჯგუფში შედიხართ, ხო? მოიცა აი ახლა იცით რას განახებთ, გაკვეთილების გეგმებს, რომელსაც განმოგიგზავნით. კიდე უფრო კარგად მინდა გადავამუშავო და კვირებზე გადავანაწილო და ამასაც გამოვიდე. აი, მაგალითად ესეთი ფორმით, რომელსაც ასევე გვერდზე ემოჯებს უკეთებ, ხო? თან თავზე დაგიწერთ იმ გაკვეთილისთვის სავარაუდოდ რეები გჭირდებათ, მაგრამ ამით არ დაისტრესოთ, თუ არ გაქვთ ეს ინსტრუმენტები ან კონკრეტულად რაც წერია, ჩაანაცვლეთ რითიც გაქვთ. ან საერთოდ შეიძლება მე ვიდეოში სულ გეუბნებით ხოლმე, რომ რაღაცები უბრალოდ შეიძლება რომ ინსტრუმენტის გარეშეც გაკეთდეს. აი დავუშვათ. გეგმა არის ესეთი, რომ გახურება, ხო, ეს გახურების ვიდეო თუ ნახეთ ყველა, დავუშვათ ვიწყებთ ამით. სამი შემოუშვებ დამსრეს. გაკვეთილის გეგმა დავიწყეთ გახურებით, გულისხმობ, რომ თან მღერით, თან ადგილზე მოძრაობთ, თან თითებით ბევრ რაღაცებს ვაკეთებთ. ეს რომ მორჩა, გადავედით მისასალმებელ სიმღერაზე. გახურებისთვის მაგალითად, მე გეტყვით პირველ რიგში რას შეხედოთ ხოლმე, რომ აი კაი, ამ გაკვეთილისთვის რა მჭირდება, რა აუდიო უნდა ჩამოვტვირთო, მაგასაც გადავალე ხა იმაზე, რა ქვია, პრეზენტაციაში რა თანმიმდევრობით დაალაგდეთ ხოლმე, ესე ვთქვათ. მერე ვაკეთებ მისასალმებელ სიმღერას, რომელზეც ისევ ადგილზე ვხედვართ და მღერით, ხო, ეს ნოტები სიმღერას ნიშნავს. მერე მაგალითად გავაკეთებ სხვილი ხე, როგორც ლექსი, ხო? აი, ნიშნავს, რომ თითები გვაქვს მანდ და ფაქიზი მოტორიკა და ლექსია.
მერე ტომსიკები გავაკეთეთ მაგალითად ამ ბუშტით ან წინდებით, ხო, ეს არის ხელგარჯილობა. და მერე შეიძლება აი ამ ტომსიკებით და ამ წინდებით ან ბუშტებით გავაკეთეთ თვითონ ისევ მერე მსხვილი ხე, როგორც უფრო სივრცეში გადაადგილება და მოძრაობა, უკვე ფეხზე ვდგავართ, ხო? და ბოლოს ამ ყველაფრის მერე ააგროვეთ ტომსიკები და თუ დრო გაქვთ, გააკეთოთ მაგალითად მატარებლით მოგზაურობა და დამშვიდობება. ეს ამ წუთას როგორც მაგ გაკვეთილის გეგმები დაწერილი ძალიან გაჯერებული არის. მე პირადად რო ვაკეთებდე ერთ ნომერს სავარაუდოდ მატარებლით მოგზაურობას ამოვიღებდი და თვითონ სხვა დაუთმობდი უფრო მეტ დროს. თუ განსაკუთრებით ხელგარჯილობა არის ჩართული, შეიძლება ეგეთი გააჩნიათ, რამდენად თუ რაღაცას აკეთებთ, ხო? ეგ შეიძლება რეალურად გაკვეთილის ნახევარიან მეტი წაიღოს. გააჩნია, ამიტომ ეს გეგმებს ისე არ შეხედოთ, რომ ჩემი გეგმები არის მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაცა ორიენტაცია მოგცეთ და მე თქვენ როგორ შეცვლით და რას გადაწყვეტ სრულიად თქვენზეა დამოკიდებული. თან მე ისიც მაინტერესებს მოგვიანებით თქვენ თვითონ ერთ ჯგუფთან, ერთ კონკრეტულ ჯგუფთან კვირაში ერთხელ აკეთებთ თუ მეტჯერ, ხო? თუ ამბობთ, რომ მთელი კვირის განმავლობაში ბაღში ხართ და თითოეულ ჯგუფს ერთხელ მეტჯერ აკეთებთ, მაშინ დაჟე რაღაცა ერთი გეგმის მინიმუმ ორჯერ გამეორება შეიძლება, ან თუ პირველ გაკვეთილზე ეს აქტივობა მოიღე, მეორე დღესაც თუ შედიხარ, ჩაანაცვლეთ, ხო? ანუ ძალიან ისე მოქნილად მივდექით ამ გეგმებს. უბრალოდ ერთი რაც მნიშვნელოვანია რომ შეინარჩუნოთ. გაკვეთილზე იყოს მრავალფეროვნება, 45 წუთი არც დამჯდარი იყვნენ, 45 წუთი არც საკონცენტრაციო რაღაცეები გააკეთებინოთ და არც 45 წუთი ირბინოთ. ეს დააბალანსეთ, რომ მაგალითად გახურებაზე ბევრი ხალისეს ცხოველების ხმა აკეთეს, ხელები ამოძრავეს, გახურდნენ, მერე მიესალმნენ ერთმანეთს და მერე მაგალითად თუ გავაკეთებინე მსხვილი ხე, რომელიც ასევე წრეში ვსხედვართ და ისევ ვაკეთებთ და თან კონცენტრაცია ჭირდებათ, ხო, ახალ ინფორმაციას იღებენ. მერე ამის მერე მინდა რომ განიტვირთონ და ან თუ ვატყობის ეს ჯგუფს რომ რაღაც განტვირთვა და ადგომა და სივრცეში გადაადგილებაა საჭირო, შეიძლება პირდაპირ მატარებლით მოგზაურობაზე გადავიდე. ან რაღაცა თავისუფლად ვაცეკვო. დინამიკა გაითვალისწინეთ, ანუ თავიდან გირჩევდით უფრო საკონცენტრაციო რაღაცეებს, მაგრამ მერე დროულად ადგენენ ესე ვთქვათ ფეხზე და ბოლოს მაგალითად აი ერთი ესეთი მაგალითიც გვაქვს, სადაც აი დაჟე შეგიძლიათ თუ მაღლა აიწევს ძალიან ეს ვთქვათ გაკვეთილის ტემპერატურა, გააქტიურეთ ისევ დაამშვიდოთ. ანუ ბავშვები არ გაუშვათ ძალიან გაგიჟებული ოთახიდან. და უბრალოდ აი ამას მიაქციეთ ყურადღება, რომ გეგმებს როცა შეცვლით, კითხეთ თქვენ თავს, მინიმუმ 2 კომპონენტი მაინც მაქვს. ძალიან დიდხანს ხო არ უწევთ რაღაცაზე ფიქრი და კონცენტრაცია. თუ გადაადგილდებიან განსაკუთრებით დაუკვირდით ბავშვები სწავლობენ სხეულის გავლით ძალიან ბევრ რაღაცას. არ დასვათ, ან სულ არ, ანუ ადგომის საშუალება, სივრცეში გადაადგილების საშუალება მიეცით და კითხეთ თქვენ თავს, მაქვს თუ არა 2-3 კომპონენტი ეხა ჩემს გაკვეთილზე და უშოთ რაღაცეებს თუ ცვლი. და თვითონ გაკვეთილის დინამიკა დაწყება უფრო მშვიდი, სადღაც მიაღწევს პიკს, კულმინაციას. და თუ შესაძლებლობა გაქვთ, შეიძლება აი მესამე კვირაში დაიდება ეგ მასალები, სადაც გაჩვენებთ, როგორ შეგიძლიათ ვითომ იძინებთ ეს ცალკე რიტუალი და ტრადიცია იყოს და იმ დაძინების დროს რაღაცა მუსიკა ჩაურთოთ და ენერგია ცოტა დაბლა ჩამოიყვანოთ, წრეში დასვათ, დამშვიდობების სიმღერა ამღეროთ და დაასრულოთ გაკვეთილი. ერთი კითხვა მაქვს, მე მგონი თქვენთან სასწავლო წელი იწყება მომდევნო კვირას? დიახ. 8-ში, ხო? 15-ში. უი, კიდევ უფრო გვიან 15-ში. კარგი. 15-დან, დიახ. მეცა დავუბრუნდეთ ჩვენს დოკუმენტს 15-ში. ეს ნიშნავს, რომ ეხა სექტემბრისთვის არის ძალიან ბევრი მასალა დადებული. რომელსაც თვითონ სექტემბერში ვერ გააკეთებთ, ხო? 2 კვირა გაქვთ სულ. მე ეხა ამ მასალებს ანუ ძალიან ისე რა ქვია, არ მინდა რომ რახან ბევრი მასალა დევს, რაღაცა ესეც ის იყოს, რომ აი მე რამდენია და რაღაცები უნდა მოვასწრო და რაღაცეები ვერ ვისწავლე და მე ის მასალებიც გერმანულად რაც მაქვს, არის დღემდე რაღაცეები, რაც დღემდე არ გამიკეთებია და ან შეიძლება არ მომეწონა და
დღემდე ხელი არ მომიკიდია, ხო? ანუ არ არის აუცილებელი ყველაფერი სწავლოთ და ყველაფერი გააკეთოთ. და მე ხა ამ კვირის გეგმებს გავაკეთებ ისე, რომ პირველი კვირა იწყებოდეს 15-ში, ხო? და ამ მასალას ესე ვთქვათ გადავწევ ოქტომბერში. ოქტომბერშიც დავამატებ, რა თქმა უნდა, ახალ მასალებს. მაგრამ ჩემთან აი მაგალითად მომდენო შაბათს იწყება და ცოტა რაღაცა ეგ ალბათ თავიდანვე უნდა გამერკვია თქვენთან როდის იწყება, მაგრამ რა პრობლემაა დევს მასალები თუ გინდათ და ვაიმე ძალიან ადვილია და ყველაფერს უცებ იმას ვიზამ კი, მაგრამ მე გეგმებს დავიწყებ. პირველი კვირა იქნება 15-ში და იწყება და ესე ვთქვათ, ცოტა გადავა რაღაცეები ოქტომბერში და ოქტომბერში დაემატება ფოთოლი და ქარი და ფოთოლ და ქარსაც შეიძლება ცოტა თვითონ გეგმებში გადავიყვანო ნოემბერში. ხო, და ყოველი გაკვეთილის ქვეშ აი ესე დაგიწერთ შესაძლო აქტივობები დასამატებლად ან ჩასანაცვლებლად. და აი მაგალითად თუ ფიქრობთ რომ ტომსიკების გაკეთება და ვაიმე ხლა ამის თავი არ მაქვს და ვინ მოიტანს ნაჭერს და ვინ მოიტანს ბრინჯს და რაღაცა აი მოდი ნახე მაგრატოს ხედავ კიდე აქ ძლიერი ხის და ხილის დახატვა ფონად მუსიკის მოსმენა ადვილია ახლა ბაღი ვერ წარმოვიდგინე სადაც ფურცელი და ფანქარი არ არის იმით და ვერ დახატავენ და ჩაურთავთ რაღაცა მუსიკას ან შეიძლება ზუსტად იმ მუსიკას რაც მანამდე დაუშვათ ისწავლეთ ან გააკეთეთ ხო ანუ ესე ეცადეთ რომ რაღაცეები ქვემოთ მე მაგალითები მაქვს იმით ჩაანაცვლოთ შემდეგ ისევ მესაუბრუნდები ჩვენს თათია რა მაინტერესებს ეს ვიდეო სახით გვექნება ჩვენ როგორც აქტივობა ისე devs აქ თუ კი აი ნახეთ აი მოდი ისევ მას მიუბრუნდები ეს კაი იმეილი გამოვედი ვიზუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია მაინც კი თითქმის ყველაფერს ვიდეო მიდევს აი მაგალითად ცეკვა თამაში ფონად ვახტანგ კახიძის მოხევური ანუ მე ძალიან მინდოდა რომ ინტერნაციონალური მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა კულტურის, ყველა სტილი, ჟანრი და ნუ მე ძალიან მინდოდა და ქართული კომპოზიტორების ნაწარმოებები მეპოვა ისეთი, რომელსაც მე ამ აქტივობებს მოვარგებდი. ხო და ვიპოვეთ. 3-4 უკვე გაკეთებული მაქვს და ძალიან ესენი განსაკუთრებით მიყვარს. და აი აქ მაგალითად ვიდეოში გაჩვენებ თვითონ ჩემს საკლასო ოთახში რა თქმა უნდა, ხა ისეთ ვიდეოს ვერ დავდებ, სადაც ბავშვები ჩანს ან რამე ეგეთი, ანუ ბავშვებს ვერ გადავიღებ, მაგრამ აი ვცდილობ, რომ ისე გაჩვენოთ ვითომ იმ სიტუაციაში, რომ თან თქვენ გელაპარაკებით. ქართულობა აქტივობაში. ხო. ყველაფერზე ვიდეო, ანუ მაქსიმუმ აი ძალიან თავისთავად რო გასაგებია, ესეთ რამეზე არ გადავიღო. თითქმის ყველაფერი არის ვიდეოთი გადაღებული. მაგალითად, აი მოსავლის ცეკვას ვაკეთებთ. როგორ ვაკეთებთ, შესავალში გიხსნით, როგორ ხსნით თემას, ინსტრუმენტია, აი ხედავთ ხო ვიდეოს. ამ მსხვილი ხე ძლიერი ხე, მაგალითად, როგორიც სხეულის პერკუსია ვამბობ. მსხვილი ხე ძლიერი ხე გეუნებით ქსილოფონი, თან სულ ვცდილობ, რომ თუ რამე ინსტრუმენტს ვიყენებ და ვიცი რომ ალბათ ყველგან ქსილოფონი არ არის, ქსილო გეუბნებით რომ აი მოდი ეს ამით და ამით. და ბოლოს თუ არაფერი არ არის, გეუბნები რომ მოდი სხეულის პერკუსიით, თან სულ ვცდილობ რომ ვარიაციები. მაგრამ კინის ჯოხები. როგორ ქალბატონო ლია კიდევ ერთხელ გითხარით? ქსილოფონები გვაქვს, ოღონდ ხის ჯოხებით, ან პლასტმასის ჯოხებით. ხო, არა აქვს მithება, ხო, ანუ დოლი პატარა, ან ბარაბანი. ხო, და ის სულ ვცდილობ, რომ გითხრათ და თქვენ თვითონაც მიხვდებით, ანუ ვაკეთებ შემოქმედებს და ჩვენ რაც გვექნება, რაც ხელმისაწვდომი. აი მაგას გულისხმობ ზუსტად და ხანდახან ვიდეოში იმასაც ვამბობ, რომ არ არის არაფერი, რაღაცა იქნება ორი ჯოხი მაინც არის და ხალიჩაზე როგორ უნდა აკეთო ეს ყველაფერი. ამას გულისხმობ, რომ ანუ მოარგეთ თქვენს რეალობას და ასევე აი მოდი რა ხან ვათვალიერებთ, ხო, ეს არის მაგალითად ხელგარჯილობის იდეა. რომ თუ ხილზე ვსაუბრობ, შეიძლება ტოტები შეიძლება, არ ვიცი, ერთადაც გაისენოთ ან გარეთ როცა არიან, უთხრათ რომ რაღაც ჯოხიან ტოტი მოიტანონ, რომელსაც მე პლასტელინით მაგალითად გავუკეთებთ ხილს. და აი ეს ყველაფერი თან იმიტომ ამ მნიშვნელოვანია, იმიტომ ვამბობ, რომ სულ დაფიქრით, 2-3 კომპონენტი არის თუ არა გაკვეთილზე, რომ რაც უფრო მეტი გრძნობის ორგანო და შთაბე, რაც უფრო შთამბეჭდავია, მით თვითონ იმ თქვენს მიზნებსაც, რაც გინდათ რომ რეალურად ისწავლონ თამაშის გვერდით, ხო? თამაშის გვერდითი ეფექტით, ის ყველაზე უფრო ეფექტური არის, თვითონ მეტად ითვისებენ და ხანგრძლივად ამახსოვრდებათ. თუ მაგალითად უბრალოდ მხოლოდ ხილის სიმღერას გააკეთებ
ბევრად ნაკლები შანსია ამ შთაბეჭდილება მოახდინოს და დაამახსოვრდეს, მაგრამ თან ამასთანავე თავისი ხე თუ გააკეთა პლასტელინებით, ან თუ დახატა და ეს ყველაფერი თუ ჩაერთო, მაშინ ბევრად მაღალია იმის შანსი, რომ ეს ყველაფერი დაიმახსოვროს, ისწავლოს და ძალიან შთაბეჭდილების ქვეშ იყოს. მერე ყოველთვის ბროშურა თვის რაც არის, სექტემბრის ბროშურა გაჩვენეთ უკვე ხო, ანუ ჩამონათვალია პირველი კვირის, მეორე კვირის, მესამე კვირის, მეოთხე კვირის. ეს თვის თავშივე შეგიძლიათ უკვე დაახლოებით გადახედოთ, რას მოელოდეთ მეორე, მესამე და მეოთხე კვირას. და ასევე შეგიძლიათ მერე იქ პრეზენტაციაში შევხედავთ, პირველი ჩემი აზრით ბროშურის შეხედვით უნდა დაიწყოთ, როცა ახალ კვირაზე მუშაობას იწყებთ. ხა უბრალოდ ჩავათვალიეროთ, აქ არის იმის ვიდეოც როგორ გამოიწეროთ არხი. აი მაგალითად აუდიო როცა დებს, ესე გამოიყურება ამ აუდიოს და სავარაუდოდ მე ეხა ჩემით ვარ შესული და ხო და ყველა პოსტს შეგიძლიათ დააკლიკოთ და თვითონ პოსტზე გადადიხართ. შეამოწმეთ ხოლმე, იმიტომ რომ აქ აღწერებში დაბლა, ეხა ეს აუდიოა და არაფერი ისეთი აღწერა არ უნდა. აღწერებში შეიძლება კიდე ტექსტი და აკორდები და რაღაცები მიდევს, ხო? ანუ ეს ყველაფერი თან შეგიძლიათ უბრალოდ სკროლოთ და თვითონ ისეც უყუროთ ვიდეოს, მაგრამ თან თვითონ პოსტს დააკლიკოთ და ცალკე პოსტი გაიხსნას. და მერე ამ 3 წერტილი და ხედავთ, ხო? Download MP3. გამოდვირთვა. კი. თუ რამე კითხვა გექნებათ, ეგეც მოკლედ მოგწერეთ ანი და გაკვალიანებთ ეს რაღაცეებზე. გახურება გაკვეთილის დაწყება მაგალითად რაც ვილაპარაკეთ ხო და აგერ რაღაცა მენიშნებები როგორი აქტივობა არის დაახლოებით. და ეს მაგალითად გახურების იდეები შეხვალთ და აი შეხედავთ მაგალითად ხო ისი გაკეთება შეიძლება ჩამონათვალი და ასე შემდეგ. მე ხა გადავალ იმაზე რა ქვია თვითონ პრეზენტაციის როგორ კარგად გაქვთ შედგენილი ყველაფერი? აუ ძალიან მიხარია, იმიტომ რომ თავიდან ამ ყველაფერს თან უიბოდიშით პრეზენტაციას არ არის ძალიან ბევრი რაღაც მაგახსნილი ესე ვიცი. შეხვედრა. როგორ? ჩვენც გვიხარია თქვენთან შეხვედრა. მეც ძალიან ძალიან მიხარია. მადლობა დიდი. ვიცით რა მაინტერესებს ახლა მე ვარ ამბზრდელი. ამ ყველაფერს მე გავაკეთებ, მაგალითად ძალიან სასიამოვნო ესე მოუწოს ვიცი ყოფნა ჩამოწიწკებულია ყველაფერი თვალსაჩინო არ მოგვიწევს კი მართლა მაგრამ იცი მაშინ მუსიკის მასწავლებელი ამ დროს სად არის და რა უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ჩვენ ბაღში ყავს სპეციალურად მუსიკის მასწავლებელი სხვა გამოყოფილი და აი მას ვერ მივხვდი. ანუ შეცდომი ჩემოვედი მაგალითად მე ვეცდები ამ ტრენინგებს თუ რა ხდება ვერ ხვდები. თორე პირადად მეც შემიძლია ეს ამ ყოველივე ამის გაკეთება. კი, აი მართლა ისე დეტალურად არის ყველაფერი აღწერილი. და ჩემი მიზანიც, ანუ როგორ თქვა, ეხლა მოდი იმით ვთქვა, აი გერმანიაში როგორ არის? იმდენს მღერიან თვითონ აღმზრდელები, თვითონ მუსიკის მასწავლებელი ხო ყოველ წუთას იქ არ არის, ანუ მუსიკის მასწავლებელი მუსიკის გაკვეთილს ატარებს საუბრს. ან არ ვიცი, ხა ხო თქვენ ბაღში როგორ არის? იქ შეიძლება რეალურად მთელი დღის განმავლობაში რეალურად სულ ერთმანეთში ირევით ერთად ხართ, ანუ ეგეც არანაირი პრობლემა არა, მაგრამ აქ უფრო მუსიკის მასწავლებელი არის მუსიკის გაკვეთილზე, აღმზრდელები რეალურად მთელი დღის განმავლობაში, ხო და აღმზრდელები თვითონ ბავშვებს ხო ართობენ, ათასნაირ აქტივობებს სთავაზობენ, სჭირდებათ იდეები, სჭირდებათ რიტუალები, კბილის ხეხვა თუ საჭმლის საჭმლის ჭამა თუ ერთი აქტივობიდან მეორეზე გადასვლა არის. ეს ყველაფერი აქ მაგალითად აკეთებენ ძალიან ხშირად სიმღერით და ლექსით. და თვითონ აღმზრდელები ძალიან ბევრს მღერიან. მე წამოვიდეს იცით რომ ქართულ რეალობაში შეიძლება ანუ ხო მე რაღაცა მუსიკოსი არ ვარ ის რა ქვია და ადამიანს რაღაცა ეუხერხულებოდეს,ერიდებოდეს, მით უმეტეს მასალები არ დევს, მაგრამ ჩემი აზრით მე ზუსტად ისე გავაკეთე ეს მასალები, რომ ყველას შეძლოს ამის გაკეთება და ხშირად ამიტომ ზუსტად აუდიოებს ვურთავ იმისთვის, რომ იმ ადამიანი, რომელიც ინსტრუმენტს ვერ უკრავს, ჩართავს იმ აუდიოს და ეხა მატარებლით მოგზაურობა შეუძლია უბრალოდ ნებისმიერ ადამიანს გააკეთოს. ანუ რაღაცა სიმღერასაც კი არ მოითხოვს და ყველაფერი კიდე რა სიმღერები და ლექსებიც მაქვს. იმდენად ადვილია, რომ რავი, აი ძალიან სმენის პრობლემა თუ არა აქვს ადამიანს, შეძლებს. და მე დაჟე მუსიკის მასწავლებლებს რომ შემოვიდნენ აღმზრდელები, მით უმეტეს მასწავლებელი ვარ უკაცრავად და მე ვიგულისხმე რომ ჩვენ გვეხებოდა ეს გეგმები. ანუ მე ვესწრები ხო მუსიკის მასწავლებელი ამ ტრენინგს და
ანუ ჩვენ ხო გვაქვს ჩვეულებრივ უფლება გავაკეთოთ, იგივე გვაქვს ხოლმე ჩართულობა ჩვენ თხოვენა. კი ბატონო, ეს ჩვენი, მე მგონი რომ ჩვენი ტრენინგია, სხვაგან ხო არა ვარ შესული, მეც. ხალბატონო ლია, თქვენ მითხარით რომ მუსიკის მასწავლებელი ხართ თუ აღმზრდელი? ლია ქურდაძემ გითხრათ რომ მუსიკის მასწავლებელი ვარ. არა, სხვა მგითხრათ წერან, ხალბატონო თათია, სხვა მგითხრათ რომ დავიბენი ცოტა. შეიძლება თუ არა, ხო, აი ეს ხალბატონი იყო. ხო. არა, მე მგონია რომ ეს ისეთი პროექტია, რომ ყველას გამოადგება. ეხლა მე არ ვარ მუსიკის მასწავლებელი, მე ვარ სპეც მასწავლებელი ბაღში, მაგრამ მე მგონი ერთმანეთის საქმეა ეს რაღაცნაირი. კი ბატონო, ყველამ ჩვენი საქმე რო ვაკეთოთ, უკეთესი იქნება, მაგრამ ყველამ გაიგოს და გაიაროს ეს ტრენინგი, არც არავინ არ უშლის, მე მგონი. აი ხალბატონო, თქვენ თუ გინდათ აქტიაც გააკეთო მუსიკის მასწავლებელმა, გვაქვს მაგალითად ესეთი აქტივობები და ვიგულისხმე რომ აბსოლუტურად ჩვენი იყო და აღზრდებისას ყოფილა ეს. კარგით. მეც გიპასუხე ხალბატონო ლია დამატებით, უბრალოდ ხალბატონ მედიას ვაცლი, რაღაცას გვეუბნებოდა. აი, მე არ ვარ მუსიკის მასწავლებელი ბაღში, მე ვარ საჭიროების მქონე ბავშვებს უმუშაო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად გამოვიყენებ, რომ გადავხედე. იმდენად კარგად გაქვს დამუშავებული ეს პრაქტიკული ნაწილი, პლუს თეორიული თან მე დავმთავრე მუსთერაპია, ჩემი მოდერატორი თაკო ჟორდანია და რომ გადავხედე ხა აქ რაც ხდება, იმდენად ვამსგავსებს და ეს თუნდაც წყობას ეს იმდენად კარგად გაგოთებულ ეს ყველაფერი შემიძლია მეც წავიღო და ბაღში გამოვიყენო თუნდაც რესურს ოთახში თუნდაც ჩართულობა მუსიკის გაკვეთილზე ჩემს ბავშვებთან ერთად აი ძალიან მაგარისა გაქვთ აი პროექტი და მიხარია რომ ნამდვილად ყველამ უნდა გაიაროს და აი სულ რაღაც სილაღე შემოაქვს ახლა რო გისმენთ რა სილაღის გაკვეთილები იქნება როცა ამას გამოიყენებ ყველაფერს ძალიან დიდი მადლობა ხალბატონო მედია ხალბატონო ლია თან მე რო დაუბრუნდი ხა ამ საკითხს ის რა ქვია ამ გაკვეთილების ჩატარება ზოგადად კი აქ ძირითადად მუსიკოსები ვართ ხოლმე ყველა მაგალითად მუსიკალურ სკოლაში განსაკუთრებით ვინც მუშაობს, იმიტომ რომ თუ მუსიკალური ბაკალავრი არ გაქვს, როგორც წესი, არ აგიყვანენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზოგადად თუ ძალიან ექსპერტობაზე ვსაუბრობ, ჩემი აზრით მუსიკოსი უნდა იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგი გაკვეთილის ჩასატარებლად ასე უგჭირდება, რომ რაღაცა ექსპერტი იყო. მე ინგლისურ კონცეფციებზე როცა ვმუშაობდი, ჩემი კოლეგები იყვნენ მსახიობები, ბარმენი, უბრალოდ ადამიანები, რომელსაც ბავშვებთან ძალიან კარგად შეეძლოთ კომუნიკაცია, ჰქონდათ სმენა რაღაცა, ჰქონდათ თამაშის და ამის რაღაცა ალღო. და მუშაობდნენ საკუთარ თავს და გადასარევ გაკვეთილებს ატარებდნენ. ზუსტად იგივენაირად აღმზრდელები და ხშირად ძალიან ბევრ გაკვეთილს რო შეხედო, შეიძლება ჩვენი კომპეტენციები ხშირად ძალიან არ განსხვავდება ხოლმე ერთმანეთისგან, ხო? აღმზრდელიც რას აკეთებს რეალურად, უნდა რომ მის განვითარებას ხელი შეუწყოს და ძალიან ხშირად მუსიკა არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მედიუმი ძალიან ეფექტური და თუ გულისხმობთ იმას შეიძლება რაიმე ანუ ის რომ აი მე ვარ მუსიკის მასწავლებელი და მესმის ისიც იფიქროთ რომ ეხა მე რასაც ვაკეთების არ მინდა რომ აღმზრდელმა აკეთოს იმიტომ რომ მაშინ მე რისთვის ვარ საჭირო თუ ეს რაღაც სენტიმენტი არის ესეც მესმის მაგრამ ბაღის აღმზრდელმა რაც არ უნდა იგივე აქტივობა გააკეთოს, ჩემი აზრით, ვერ ჩაანაცვლებს მუსიკოსს, რომელიც ინსტრუმენტებს და თვითონ მუსიკას როგორც დაარგს, ბევრად ღრმად და ისე კარგად ჩართავს და გამოიყენებს ამ ყველაფერს და თან აღმზრდელს შეუძლია ეს ყველაფერი ცალკეული აქტივობები თავის დღის განრიგში ყველანაირად ჩართოს, მაგრამ მუსიკის გაკვეთილს არაფერი არ ანაცვლებს. ჩემი აზრით არანაირი თან რაღაცა პატარა ესეთი ან შიშივით ან რაღაცა იმასავით არ უნდა იყოს, რომ აი თუ აღმზელსაც ექნება ეს პროგრამა და თუ შეძლებს გაკვეთილს, რომ ეს რაიმეთი მუსიკის მასწავლებელს ემუქრება, ჩემი აზრით ესე არ უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ თან მუსიკის მასწავლებლები რაიმე ინსტრუმენტს ფლობენ და ცოტა თვითონ დარგში მეტად ერკვევიან, ყოველთვის უფრო ღრმად ჩაატარებენ, როგორც თქვა, თვითონ ყოველთვის უფრო მეტ მუსიკალურ ფაქტორს შემოიტანენ და მაინც განსხვავებული იქნება თვითონ მუსიკის გაკვეთილი და სიმღერა და მუსიკა აღმზრდელებს აუცილებლად სჭირდებათ ყოველდღე. ანუ ვერ წარმომედგენია ორჯერ ან სამჯერ მაინც არ ვღეროდიან ამებს გავს არ აკეთებ და ისე დღემ როგორ უნდა ჩაიაროს.
და ნამდვილად მასია ზუსტად ჩვენთან, დიახ. კი, ხო და მე მგონი არ ვიცი, აი გიპასუხეთ თუ არა. მე ვთვლი, რომ ჩემი პროგრამის გაკეთება აბსოლუტურად ყველაფერს ყველა შეუძლია და ჩემი მიზანიც ეს არის, აი ასე ნაცვლად და დაღეჭილად რომ მოხდები, მაგრამ ეხა მაგალითად ქალბატონ მედიას, როგორც ხან ქალბატონი მედია გველაპარაკებოდა, თავისი ექსპერტიზა აქვს და დაჟე ისეთი ექსპერტიზა, რომელიც მე არა მაქვს ის ექსპერტიზა, ხო? ამიტომ აი ეს მასალა სულ სხვა სიღრმეებს და შრეებს და პერსპექტივას შეიტანს, როცა ის იყენებს ამას თავის გაკვეთილზე, ხო? პირველად ეს გამოიყენებ, წარმატება იქნება ყველაფერში, დიახ. ხო და ამთან შეგიძლიათ დიდი ჯგუფები გყავთ, როგორც ვიცი, ძირითადად და მარტო არაზროს არ იყოთ დიდ ჯგუფებთან, შეიძლება ესეც აკეთებთ, ხო და ამიტომ აღმზრდელები, რომელსაც ასევე ეს პროგრამა ეცოდინება და 2 და 3 ერთად იქნებით, მით უმეტეს პრინციპში დიდ დასაკთან და პატარა ბავშვებთანაც, ხო, აუცილებლად გჭირდებათ დიდ ჯგუფში იქ ოთახში 2-3 ადამიანი იყოს. და როდესაც რაღაცა ერთ პროგრამას გადიხართ და თქვენ შეიძლება მუსიკის მასწავლებელმა მაგალითად როგორც აკომპანირება აიღოთ თქვენ თავზე, ან უფრო მუსიკალური ელემენტები და ამ დროს აღმზრდელი მღეროდეს, ხო? ანუ ბევრად ადვილია ბავშვების აყოლიება, მაგალითად როცა 2-3 ადამიანი მღერის, ვიდრე ერთი. და აი რაღაც კარგი ტანდემი გააკეთოთ, როცა თქვენ რაღაც უფრო მუსიკალურ როლს აიღებთ და ის ადამიანი დინამიკის კონტროლში გეხმარება თქვენთან ერთად მღერის და ენთუზიაზმს აჩვენებს ბავშვებს რა. მე მგონი ხო, იმედია რაღაცა გიპასუხეთ. ერთი კითხვა შეიძლება. ასაკობრივ ჯგუფსაც შეეხება ახლა ეს რაც არის მოცემული, რომელ ასაკობრივ ჯგუფსია გათვლილი თუ კი, აი ამაზეც ვილაპარაკოთ, მნიშვნელოვანი არის. კი, ეხლა რატო იქ რო გაჩვენეთ ვებსაიტზე რო ვიყავით, მაგალითად ერთი ნომერი იყო, მაგას მოვიყვან მაგალითად, იმიტომ რომ პირველი კვირის მასალაში არის და მსხვილი ხე, ძლიერი ხე. იყო ერთი ვიდეო, სადაც მსხვილი ხე, ძლიერი ხე, როგორც ხელის თამაში გავაკეთე, რომელიც ის არის, რა ქვია, პატარა ბავშვებისთვისაც ძალიან კაია, დიდებსაც შეგიძლიათ გააკეთებინოთ. მაგალითად, როგორც რაღაცა მოტორიკული საუბრში ხო, რაღაც სტეპს ვაკეთებდით, მე ფერს ხავდით და მე ვაშლი ვარდება. ეს ნებისმიერი ასაკის ბავშვს შეუძლია გააკეთოს და მე იყო ეს როგორც ფეხზე დავდექით, მე იყო კიდე გაჩვენეთ ერთი ვარიანტი, როცა ხელგარჯილობა შეგიძლია და თვითონ ვაშლები დაამაგროთ და ბავშვები, რომელსაც თვლას ან ფერებს ასწავლით, ან ხილს ასწავლით, იმ ბავშვებს მოარგოთ, რომ აი დააზეთ 5 ტოტი. და რამდენი ვაშლი დაითვალონ. მე ერთი ვაშლი ჩამოვარდა, რამდენი დარჩა? 4 დარჩა. კიდე ერთი რო ჩამოვარდა ვაშლი, რამდენი დარჩა და ასე შემდეგ. თუ უფრო დიდი ბავშვები ყავს, მაგალითად, იქ ერთი მაგალითი მაქვს, მსხვილი ხე, ძლიერი ხე, როგორც ხმოვანი ამბავი. ხმოვან ამბავში ამ რას გულისხმობ ხოლმე, რომ ამას ვახმოვანებთ მუსიკით ან ინსტრუმენტებით. და ძლიერი ხე, მსხვილი ხე, ძლიერი ხე ქონდა ქსილოფონი, მაგალითად, მსხვილი ხე და ქსილოფონის ყველაზე მაგალითად დო ვთქვათ. ყველაზე ეს რა ქვია, დაბალი ბგერა რაც გვაქვს, მსხვილი ხე, ძლიერი ხე, ხო, ამ ბგერას უტყავთ, ხო, რაღაცა ეს მსხვილი და ეს ძლიერი სიძლიერე გამოხატოს რაღაცა დაბალმა ისეთმა ბგერამ. და მე ვამბობთ დააზეთ ბევრი ტოტი და ბევრ ბგერაზე ერთად უკრავთ. მე ისე მსხვილი ხე, ძლიერი ხე, ისე ამ დოზს უკრავთ. დაზე წითელი, მაგალითად, ვაშლი შეიძლება იქ ჩუმად, როგორც საიდუმლო ისე ითქვას და იქ ორ ხელს ერთად ვარტყავთ ქსილოფონს. მერე კიდევ ერთხელ მერე დავფერთხოთ, შეიძლება დაბლიდან დაიწყო და ბოლო ბგერამდე ახვიდე და ბუმ ჩამოვარდა ვაშლი. ეს ახლა ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე პირველად როცა მარტო თითებს აკეთებ, ხო? ეს შეგიძლია 4-5 წლის ბავშვებს ძალიან კარგად გააკეთებინოთ, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი რაღაცა ხდება, ანუ ერთი მოძრაობა და ერთი ბგერა უნდა დააკავშიროს მსხვილი ხე, ძლიერი ხე, მერე დაფერთხვას, რომ აი ბევრჯერ უნდა დაარტყას, თან ტექსტი უნდა ახსოვდეს, თან ლექსი უნდა თქვას, თან რის მერე რა მოდის და თან ამ დროს ინსტრუმენტზე რას აკეთებს, ხო? ეს მერე ესეთი აქტივობები შეგიძლიათ, სულ ამბობ ხოლმე ვიდეოში დაყოთ. ერთი მოლექსეები, რა ვიცი, რაღაცა მგოსნები ლექს ამბობს, მეორე მის ლექს ინსტრუმენტზე უკეთებს აკომპანირებას. ამას ისეთი კონცენტრაცია უნდა და ისეთი, როგორ თქვა, ხო, რომ ეს უფრო დიდი ასაკის ბავშვი. ამას ესე პატარა ასაკის ბავშვები ესე ვერ გააკეთებენ, რომ იცი კონკრეტულ რაღაცა ფრაზებს, კონკრეტული ხმოვანება ან კონკრეტული მოქმედება დაუკავშირონ. ამიტომ ვიდეოში სულ ვიტყვი ხოლმე და ეს მასალა სულ შეგიძლიათ გაართულოთ და გააადვილოთ. ამ პირდაპირ ვარიაციებს დაგიდებთ ერთ და იგივე რაღაცის, რომელიც სხვა ჯგუფთან კარგად ფუნქციონირებს. ან თვითონ ვიდეოში გეტყვით, რომ
აი თუ თქვენ ამჩნევთ ჯერ რა ფუნქციონირებს პატარებთან და რა არა, მაგრამ მეც სულ ვეცდები რომ ეს გითხრათ რომ როგორ გაართულოთ და როგორ გაადვილოთ. მაგალითად, როდესაც არის აქტივობები, როდესაც გეუბნებით, რომ აი ხა ეს მორახან მოუჩით ეს ლექსიან რაღაცა, მოდი ხა რიტმული სავარჯიშო გავაკეთებინოთ ამის ბოლოს. როგორიც არის ბა 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 ბა. მე ხელით ვაჩვენებ, ბავშვებმა უნდა გაიმეორონ. თვითონ ეს პატერნები მინდა რომ გირჩევთ რომ ყველა ასაკის ძალიან პატარებშიც დაიწყოთ ისეთი შეიძლება რა უთხრა რომ რეალურად ჩუმად გიყურებს გაკურვებული, მაგრამ ამ დროს კარგია ზუსტად როცა აღმზრდელი არის ოთახში, რომელიც გიპასუხებთ იგივე რიტმით უკან, ხო? და აჩვენებს ბავშვს მაგალითს და ეს პატერნებიც ხო გერითი იქნება აღმზრდელები წერებიან მუსიკალურ ცხოვრებაში ჩვეულებრივად. როგორ? აღმზრდელები წერებიან თქო პირიქით უკეთესი შედეგებს მიიღებთ თუ ყველანი ესე ერთად და აი თვითონ ეს პატერნებიც ხო, რასაც მაგათად ან რიტმულს ან მელოდიას წაავარჯიშებ, აი სიმღერა ვიმღერეთ მაგალითად, ხო? და აი ზუსტად რა ტონალობაშიც იყო, მოდი ახლა იმ ტონალობაში რამდენიმე ბგერას წავუმღერებ, რომელიც უნდა მიპასუხონ და ეს გაადვილებ და გაართულებ იმის მიხედვით, რომელ ჯგუფში ხარ, ხო? და ეს თითოეულ აი ყოველი თვის ბოლოს რომ ამბობთ რომ შეხვედრა გავაკეთოთ, ასე თემებზე გვინდა ზუსტად ლაპარაკი, ხო? იქ მე მართლა მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ და განვიხილოთ. ეს როგორ გაადვილდება, ან როგორ შეგვიძლია გავართულოთ. მე მგონი ვუპასუხე ხო თქვენ კითხვას, ანუ მსხვილი ხე ძლიერი ხე მაგალითად ვიდეო დევს, მე მგონი 4-5. გასაგებია. მადლობა. არაფრის. ხო, და კიდე რამე ხო არ გამობრჩა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მრავალფეროვანი კომპონენტები, ეცადეთ 2-3 კომპონენტი მაინც იყოს გაკვეთილზე. ხშირად თავიდან ისიც ხდება, რომ ახალი მასალები გაქვს, უფრო მეც გეგმავ და რაღაცა ტენი გაკვეთილში, ვიდრე რეალურად საჭიროა, მაგრამ ამასაც დროთა განმავლობაში თვითონ ამჩნევთ. ხო, სულ გვექნება გაკვეთილის გეგმები, აი მაგალითად სექტემბერი 4 კვირა არის ხო მასალა. მე გაძლევთ 4 კვირის გეგმას, რომელიც ამ წუთას როგორც მაგ არის ძალიან გაჯერებული, ძალიან სუყე, რომელიც ნიშნავს იმას, რომ იმ ერთ გაკვეთილში ის ერთი გეგმა მაინც არ უნდა მოხდეს, თან ქვეშ როცა შესაძლო ვარიანტებს გიწერთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ერთი გეგმა თუ გინდათ სამ იმაში 3 კვირა აკეთეთ, მაინც და მაინც თუ გინდათ და თან ერთი მნიშვნელოვანი რომ ეს მე მგონი მოდი მოგვიანებ მომდევნო სლაიდზე იქნება და იქ ვახსენებ. ხო, მასალები შეგიძლიათ ნახოთ საიტზე ან იმაში, როგორ გამოვიწეროთ არხი. ეხა ეს ერთთვიანი უფასო წვდომა დასრულდება, როდესაც სექტემბრის ბოლო მასალები დაიდება, ანუ მთელი თვის იქნება და მე მოგივათ იმეილი, რომ უქმდება 2 დღეში ან რაღაცა, რომ თადარიგი დაიჭიროთ, თუ ფიქრობთ, რომ ეს მასალები ძალიან კარგი იყო, რომ მე გამოიწეროთ. გამოწერა, ახლა უბრალოდ ამ ყველაფერს იმეილში იქნება, არ ენერგიულად, მაგრამ უბრალოდ კიდევ ერთხელ მაინც გეტყვით, რომ იცნობთ უკვე ვებსაიტს, subscribe აწერია აგერ, აწკაპუნებთ ამას. თუ მაგალითად ეს ფასიანი, ეს ერთი თვე ჩათავდება. ღირებულება იქნება, ან როგორ უნდა გადავიხადოთ? ხო, აი, ახლა განახებთ ყველაფერს. მოკლედ, ფასი არის 7 ევრო, ანუ გაუკვირდა ზოგს ვალუტა, იმიტომ რომ მე არ მაძლევს ეს ვებსაიტი ლარის არჩევის საშუალებას. მეტი სხვა არაფერი ის არ არის. ევრო მხოლოდ, მაგრამ თქვენ ეროვნულ ვალუტაში ჩამოგეჭრებათ, ხო, თქვათ 20 ლარი დაუშვათ, ხო, რაც არის ზუსტად არ ვიცი კურსი. გააკეთეთ subscribe-ი. შეიყვანეთ პოსტა მაგალითად თუ უკვე შესული ხართ მაგალითად თქვენი ელფოსტით, შეიძლება ესეც აღარ მოგთხოვოთ, ხო? და მომდევნო არის აირჩევთ რა ფორმა, აირჩიეთ 7 ევრო თვეში, თვიური აირჩიეთ. წლიურს თვითონ შუაში გიჩვენებთ, მაგრამ წლიური არ გინდათ, იმიტომ რომ ის რა ქვია, თვიურს გააუქმებთ, როცა გინდათ. და ძალიან მოქნილია რა, თუ გინდა ერთ თვე გააგრძელებთ, თუ გინდა მთელი წელი და თუ გინდა 5 თვე და თუ გინდა 6. აირჩიეთ მარცხენა, monthly, ნიშნავს ხო, თვიური გადასახადი 7 ევრო და დააჭერთ იმას, რა ქვია, ამას რო აირჩევთ, ამოგიგდებთ მე გადახდის მეთოდიო და თქვენი ბანკის მონაცემებს, ანუ კარტის ნომერი, როდემდე აქვს ვადა კარტას, ეს 3-ციფრიანი კოდი, თუ იცით ყველა კარტას აქვს ეს რაღაც 3 ციფრი, მე საქართველოს მივდითებ და ისევ აი ამ აპილოსფერ subscribes და
გეუბნებათ ბოლოს მადლობა თქვენ გამოიწერეთ მუსიკა ბაღში და ბოლოს continues დააჭერთ და ამ უკვე გადასულიყავთ ისე ვებსაიტზე და ყველა პოსტი თქვენთვის გახსნილია და კათია ბოდიში ერთი შეკითხვა თუ შეიძლება და სერტიფიკატი ან რაიმე ისეთი თუ იქნება ბოლოს ამაზე ფიქრობ, რა თქმა უნდა, ესე რაღაცა სერტიფიკატის ისეთი რო თან ეწეროს ყველაფერი რეალურად გავაკეთეთ, რა გავიარეთ, იმიტომ რომ როგორც თქვი, ეს რეალურად მასალების იდეა რეალურად გადაიქცა ეხა კურს ტრენინგად ჩვეულებრივად. ანუ ამდენი მიმოწერით და ყოველთვის ერთმანეთთან შეხვედრით და რაღაცა, ეს არის ჩვეულებრივი მასალები კი არა, ეს არის ტრენინგი და მე უკვე ვფიქრობ რაღაცა გეგმებში ეს რა ფორმით შეიძლება ესე რაღაცა ამოკლედ ამ საკითხს აუცილებლად მუშაობ და ზოგადად ეს რაღაცა ის მოგცეთ, სადაც ეწერება თქვენ რეალურად რა კომპეტენცია შეიძინეთ, ეს თავისთავად. ანუ ეს არანაირი მაგრამ ეს ძალიან კარგი იქნება, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ იმხელა ენერგიას დებთ თქვენ და ძალიან დიდ ცოდნას ვიღებთ, რომ ერთ-ერთი აუცილებელია. მე უბრალოდ იცით რას გულისხმობ, როდესაც რაღაცა სერტიფიკატს იძლევი, ეგ დაკავშირებულია, რომ რაღაცა ჯერ შენ გადიხარ სავარაუდოდ რაღაცა, არ ვიცი, ანი შენ რა მითხარი? დღეს რო ვლაპარაკობდით ამაზე, შეგიძლია რომ ჩაერთო? ანუ მე მგონია რომ ზუსტად არ ვიცი როგორ ხდება. აი მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ რა მითხარი? გაცემის უფლება რომ გქონდეს, ოღონდ გაცემის უფლება მარტო ქაღალდით კი არა, უბრალოდ რაღაც ძალა რო ქონდეს ამ სერტიფიკატს. ხო. ამისთვის ზუსტად რა არის საჭირო, არ ვიცი, ანუ შენ უნდა გაიარო რაღაცა, ხო? ხო, აი ეგ გასარკვევი გვაქვს. თორე ის რომ მე ძალიან კარგი რაღაცა საბუთის და ესე ვთქვათ სერტიფიკატის გაცემა შემელია, ეს თავისთავად ამას ისედაც ვიზამ. და ეხლა დაუშვათ თქვენ სანაცნობნოს თუ თქვენ მენეჯერებს თუ ბაღის უფროსებს ისედაც ეცოდინებათ რეალურად ეგ რას ნიშნავს, მაგრამ ის რომ აი რეალურად ანიმ რაც ახსენა ეხლა სერტიფიკატი რომ აი რაღაცა ძალა ქონდეს მე ამისთვის იურიდიული ძალის სტატია, იურიდიული ძალით. ხო, ან ამისთვის მე რა პროცედურა გავიარო, ეს მაგ გასარკვევი, ხო? ამიტომ რაღაცა არ მინდა ეხლა რაღაცა ისეთი ვთქვა და უი მე რაღაცა არ გამოდის და ისეთი რომ ამის თქვენი ბაღის უფროსისთვის ან კოლეგისთვის ან თქვენთვის ეს თავისთავად ამას ისედაც ვიზამ და გავარკვევ კიდე როგორ კეთდება ისეთი რომ სერტიფიკატი რომელსაც რაღაცა იურიდიული ძალა აქვს რეალურად. მადლობა პასუხისთვის, გაიხარე. ერეკით, მადლობა თქვენ და მოკლედ თვითონ ეს გამოწერა ძალიან ის არის მარტივი, ანუ ამბობ გამოწერა, ირჩევ რომელი პაკეტი, 7-ევროიანი თვე და ბანკის ანგარიში შეკავს და ეს არის და კიდე თუ მაგალითად თქვენი ეს ვთქვათ აკაუნტით, პროფაილით არ ხართ შესული, როდესაც იმეილი შეკავთ, პაროლი არ სჭირდება ამ ვებსაიტს, ყოველთვის გიგზავნის კოდს იმეილზე. ხო, ამანაც არ დაგაბნიოთ. აქ შეიძლება continue რო დააჭიროთ. მერე კოდი გამოუშვას იმეილზე, რომ აი შეხვიდეთ, ხო, Facebook-ზე როგორც ითხოვს იმეილს და ესე ვთქვათ, თქვენ პაროლს. აქ პაროლი არის, რომელიც მოგდის იმეილზე. და რა მაინტერესებს, ყოველთვე მოგვიწევს ავის განახლება თუ ავტომატურად? არა, ერთხელ რომ გააკეთეთ, ავტომატურად აკეთებს. ეს სჭირდებათ ხოლმე ერთხელ გააკეთოთ, და როგორც თქვი, გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ და მაგაზეც რამე პრობლემაში თუ შეგექმნათ, მოგწერეთ და ჩვენ თვითონაც შეგვიძლიათ პირდაპირ გიპოვოთ ჩვენს სიაში და ჩვენ თქვათ რომ გააუქმე და ეს რა ქვია, რავი, ხა 2 დღით თუ დაგაგვიანდათ გაუქმება, ისე შემიძლია მთლიანად ახლა უკან განმოგირიცხოთ. ანუ მე რაღაცა ისეთი ინტერესი არ მაქვს იმის, რომ ანუ ესეთი რაღაცეების, ანუ მინდა რომ ის ხალხი ვიყოთ და რაღაცა ისეთი იყოს სივრცე და მართლა ოჯახი და არა ის რომ ვიღაცამ 2 დღე დაავიწყდა და 7 ევროს მისტირის და ამისგან გული დაწყდა, ხო ხდებით? ანუ ნებისმიერ ტექნიკურ რაღაცას დაგეხმარებით. ძალიან ადვილი ვებსაიტია, უბრალოდ იმისთვის, ვინც მიჩვეული არ არის, აი ამ რაღაცა აბონემენტივით რაღაცის გამოწერა, ცოტა დამაბნეველია, მაგრამ ნუ ყველაფრის სურათს გამოგიგზავნით იმ იმეილში, როცა გეტყვით, რომ აი მთავრდება თქვენი გამოწერის ვადა და თუ გინდათ განახლებ, გააკეთეთ ესა და ეს. ანუ თანხაც ავტომატურად ჩამოგვიჭრება, მე ერთხელ რომ კი, ყველაფერი ავტომატურად კეთდება. კი. აი, ამიტომ ჭირდებოდა აუცილებლად რაღაცა ვებსაიტი, ხო? ანუ ესეთი რაღაცის ავტომატიზირებას რო აკეთებს რეალურად რა. სადა? რაღაცა უნდა, ხო, გამოვურთე ხმა. ის რა მაინტერესებს კიდევ
ანუ მაინტერესებს თვის ბოლოს რომ იყოს ხოლმე ეს ჩამოჭრა თანხის. ასე რომ შევჯერდეთ. ყველასთვის თუ მისაღებია. კი. იცით რა არის? ეხლა რო იყოს, ნუ არ დაგვაგვიანდეს, ერთი რიცხვი იყოს, რომ ვიცოდეთ. კი. მოდი, ყველასთვის სხვადასხვანაირად იქნება, არ ვიცი. ხო, მართალი ხართ, ეს კაი კითხვა არის. აი, იცით როგორ იქნება? ეს ეს ისეა, ხო? მე მგონი როცა სახელმწიფოზე რო გახდა, შეგიძლია და ავტომატურად ჩამოიჭრა სახელმწიფო ბარათიდან. იცით ხა როგორ გააკეთეთ? მოდი ჩავთვალეთ, რომ ყველას ის გამოწერთ. არის ხელფასების დღე, ვთქვათ, საბავშვო ბაღებში 25 რიცხვია. თუ ვთქვათ, შაბათი არ დაემთხვა ან კვირა. რაღაც საშუალო ავიღოთ რიცხვი თვის ბოლოს და მოდი შევხედოთ. კაი, 25, მაგალითად, რა ხან მითხარით 25, ჩავთვალე, რომ 25-ში ირიცხება თქვენი ხელფასები. თქვენ ეხა წვდომა გექნებათ თან ზუსტად სადღაც 25-მდე, იმიტომ რომ 26-ში უკვე ოქტომბრის იმას დავიწყებ. ანუ იდეალური დრო არის, რომ გაგიუქმდებათ ეხა, ხო, სულ 2-3 დღის მერე გამოიწეროთ, ეხა რა ვიცი, ძალიან სანერვიულოც არ არის ეს ამბავი. ანუ თქვენ როცა გამოიწერთ, მაშინ იქნება, ყოველთვის მაშინ ჩამოგეჭრებათ. თან ზუსტად, ანუ მთელი სექტემბრის დრო ისედაც გაქვთ, მას სექტემბრის კი არა, ოქტომბრის რაღაცა ნაწილის მასალებიც გაქვთ, რახან 15-ში იწყებთ, ხო? გაუქმდა ეს ყველაფერი ჩავთვალოთ 25-ში და გაქვთ დრო იმისთვის, რომ თუ გინდათ 26-ში გამოიწეროთ, თუ თქვენი ხელფასი უკვე არის, ან 29-ში გამოიწეროთ, თუ ხელფასი მანამდე არ იყოთ და როცა გამოიწერეთ, იქიდან ითვლის ყოველთვის ერთ თვეს, ანუ მუდმივად დაახლოებით ერთ და იგივე დროს დააჯდება ეს ყველაფერი. ანუ ყველას ინდივიდუალურად შეგვიძლია გამოწერა ანუ ვის როცა თქვენც რეალურად, ხო? ანუ თქვენ როცა გადაიხედეთ, იქიდან დაიწყება ერთი თვის ათვლა. ამიტომ მას განადგილოთ თქვენ თვითონ მოირგებთ, როცა გინდათ. გასაგებია. პასუხი ხო, მე მგონი კიდე სხვა კითხვა მე მგონი არ იყო. თათია, მოგესალმებით. გვიან შემოვედი ძალიან სამწუხაროდ და ჩანაწერი არის, ხო? ვიწერთ და ვერ მოვისმინე საერთოდ რა ხდებოდა და კი, ვიწერთ და სავარაუდოდ YouTube-ზე ავტვირთვათ და ყველას გამოგიგზავნით ლინკს. უბრალოდ ქალბატონოთია მე მოგვიანებითაც ვიტყვით, იქნებ ჩატში ჩაგვიგდოთ თქვენი სახელი და გვარი და იმეილი ერთ მესიჯში მომასაკენით და გამოუშვით, იმიტომ რომ ეხა ვინც ესწრებით, მხოლოდ იმ ხალხს მოგცემთ მოკლედ მთელი თვის და უფასო წვდომას და ეს რო არ გამოგჩეს, ხო? კიდევ ვინმე თუ არ გაგიკეთებიათ? და ის რომ გაქვთ გვერდი, ხო? სკოლამდელი მუსიკალური. არა, იცით სად ჩააგდეთ, ქალბატონო? თვითონ ამ შეხვედრის ჩატში ჩააგდეთ. ეხლავე ჩავაგდო მესიჯებში? კარგით. და კიდევ რა მაინტერესებდა, თქვენ იქ რა პროგრამითაც გადიხართ გერმანიაში, იმისი გადმოქართულებული ვარიანტია, ხო? რასაც გვთავაზობთ. შეიძლება კი ამის მოწ, ანუ მე რეალურად ახალ სიმღერებს ვწერ, მაგრამ ძალიან ბევრი, ანუ მე ველოსიპედს არ ვიგონებ, ხო? ანუ ველოსიპედი გამოგონებულია, სხვანაირად ფორმულირება გავაკეთო და ის ყველაფერი, რაც მე აქ ვისწავლე, როგორც გერმანული მასალიდან, ასევე ამერიკულიდან, ვცდილობ რომ რაღაცა მაგის პროტოტიპი გავაკეთო ქართულად, ოღონდ ის რა ქვია, ხო, ანუ ქართულ ენაზე ყველაფერი, ამიტომ რაღაცა ლექსებს ვწერ, სიმღერებს ვწერ, ვცდილობ რომ ქართველი კომპოზიტორების რაღაცეები ვიპოვო, რომელსაც მე იმ აქტივობას ან იდეას მოვარგებ. და ხო, მოკლედ, რაღაცა ის არის, მე მგონი ნაერთი არის, მე თან ჩემი იდეებიც მაქვს რაღაცა, ნაერთი არის, ადაპტაცია ამ ყველაფრის გერმანულის და მე რაღაცა ჩემი. ჩვენთვის ყველაფერი საინტერესო იქნება, იმიტომ რომ კარგი ის არის, რომ ანუ გეცოდინებათ, რომ ძალიან ახლოს არის, ანუ ზუსტად ის ვერ იქნება, ანუ არა, ზუსტად ის არა, უბრალოდ სიახლე ყოველთვის გვაინტერესებს ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენთან ხო პროგრამა არ არსებობს ბაღში. რასაც მე აქ ვაკეთებ, დაახლოებით ზუსტად ისეც ვაკეთებ თქვენთვისაც, ზუსტად იმ დონის და ხარისხის. ძალიან კარგი, დიდი მადლობა, აღარ შეგაწყვეტეთ. კონცეფციაც იგივე, არა, რა შეწყვეტება აქვს იქით. კარგით. მოგესალმებით, თათია. სალამი, ქალბატონო მაია. რა მაინტერესებს იცით, მე ცოტა გვიან შემოგიერთით, წინა ჩანაწერი ვნახე და ესე იგი, ეს თქვენი აქტივობები, რასაც გამოგვიგზავნით,
ეს არ იქნება გეგმებს რომ ლაპარაკობთ. ჩვენ კურიკულუმზე მორგებული არ იქნება. ეს ჩვენ თვითონ დავალაგოთ, ხო? ალბათ. იცით, თქვენი კურიკულუმი ზუსტად არ ვიცი, მე გამომიგზავნა, ეხლა ჩვენმა კოლეგამ ქალბატონის სახელი და გვერდი დამავიწყდა Facebook Messenger-ში გამომიგზავნა ყველაფერი, მე მგონი, რომელსაც გადავხედავ. ჩემი უბრალოდ იდეა ის იყო, რომ შემოდგომას, მე მგონია, რომ თქვენი კურიკულუმიც ალბათ სეზონებს მიყვება, ეხლა ვერ წარმომიდგენია სეზონს არ მიყვებოდეს. ზუსტად არ ვიცი სექტემბერში ან ოქტომბერში მაგალითად რას აკეთებთ, ამასაც გადავხედავ, ხო? ანი თუ შეგიძლია ეს ჩამინიშნე გეხვეწები. აი, ჩვენ როგორ ვცდილობთ იცით, ახლა ყოველ შემთხვევაში რუსთავის ბაღებს წარმოვადგენმე და ჩვენთან ასე ხდება, რომ ჩვენ მივყვებით მაინც ჯგუფის თემას. რა თქმა უნდა, ის სეზონები აუცილებლად არის. მაგრამ მე რისი კითხვა მინდოდა, ხა ზუსტად ამაზე რომ ვერ მოგვირგებთ, ეგ ამაში რეაზრი არ არის, ახლა ყველას ინდივიდუალურად მიუნდის მასალა, მაგრამ აი გეგმებს რო იძახდით, აი გეგმაში რა იგულისხმება ეს მაინტერესებს ძალიან. და ამასაც გამოგიგზავნით, გეგმებიც იქნება თან იმ უფასო წდომაში, ანუ ჩვენ შეიძლება არ იყავით გეგმებს რო შევხედეთ. არ ვიყავით, მაგისტრო ბოდიშით. არ არის ბოდიში, ძალიან უცებ შეგახედებთ უბრალოდ, აი მაგალითად სექტემბერი გვაქვს ხილი და მოსავალი თემა და კვირა პირველი და როგორ შეგიძლიათ ყოფილი დაიწყოთ, მეორე რა სიმღერა გააკეთოთ, მესამე რა სიმღერა გააკეთოთ, მეოთხე. ან მარტო სეზონურ და კარგი მასალა, არა. უღრმესი მადლობა, ძალიან კარგი მასალა, მაგას ჩვენ მოვლით მე ჩვენებურად. კი, ზუსტად ეგ მინდა მაგას მომთან. იმას ვცდილობ, რომ ძალიან კარგი სამშაბათო მასალა ბაზა იყოს რაღაცა ისეთი, მე როგორც გინდათ ისე დაამუშავებთ და მე თვის ბოლოს როცა ვილაპარაკეთ და თქვენ რომ მომიყვებით, თქვენ როგორ დაამუშავეთ, ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება და მე უფრო შევძლებ, ხო? მე ვუპასუხო თქვენს რეაქციას. კი, უფრო ჩაერთოვით თქვენს. და მე გპირდებით რომ მე კურიკულუმებსაც წავიკითხა, უბრალოდ ეს დასაწყისში იმხელა სამუშაო არის, რომ ვერ აგიხსნით. ანუ ცალკე არსობრივად და კონცეფციურად როგორ გავაკეთო, ცალკე აქაურ კოლეგებს ვეკითხებოდი, თავიდან საერთოდ ვერ მოვიფიქრე როგორ გავაკეთო ისე, რომ ძალიან ძვირი არ ღერდეს, იმიტომ რომ თუ მთელი წლის მასალას გაყიდი, იმდენი საათის შრომა და ასევე მაგალითად აუდიოებს, რომელსაც გიგზავნით. ზუსტად ვიცი, რაზეც ლაპარაკობთ, ძალიან კარგად ვცნობ მაგას. გიგზავნით არის ჩემი მაგალითად მუსიკოსების ჩაწერილი, ანუ მე ვერ გავაგზავნე აუდიოებს, რომელსაც მაგალითად ჩემი არ არის მაგალითად, ხო? ან როცა დავწერე მისასალმებელი სიმღერა, რა ვქნა, ეხლა ბაღის მასწავლებელი ყველა ინსტრუმენტზე არ უკრავს. ამიტომ ეხლა მაგალითად ამის აუდიოსაც ვამზადებ იმისთვის, რომ ნებისმიერ თუ იმ წუთას ინსტრუმენტი არ გაქვს ან არ უკრავ ინსტრუმენტზე, ჩართოს ყველა უკრავს. ძალიან გადასარევ. აბსოლუტურად ყველა უკრავთ ჩვენ. თუ უკრავთ, რაც შეიძლება ნაკლები აუდიო ჩართეთ უფრო საცეკვაოდ ან რაღაცა თუ კონკრეტულ იმას ჭირდება, რაც შეიძლება მეტი იმღერეთ და დაუკარით. ბატონო, ეხლა რაღაცა შეცვლილია. სიმართლე გითხრათ, საქართველოში ცოტა შეცვლილია ეგ სიტუაციები და რა ვიცი, მეუბნებიან, რომ სულაც არ არის საჭირო, რომ მაინც ინსტრუმენტი ეკავოს მუსიკის მასწავლებლებს ხელში. რასაც რა თქმა უნდა, ჩვენი მუსიკის მასწავლებლების ალბათ 99% არ აუცილებელი არ არის, სწორედ ამიტომ მინდა რომ მასალები ისე გქონდეთ, რომ ნებისმიერი კვალიფიკაციის თუ უნარების მქონე ადამიანმა მოახერხოს ამის ჩატარება, მაგრამ ინსტრუმენტებს დაკვრა მხოლოდ სასურველი არის და მე ვუკრავ გიტარაზე. აი მაგალითად მე როცა გაკვეთილზე ვარ, ვუკრავ პიანინოზე, ვუკრავ გიტარაზე, ვუკრავ უკულელეზე. ეხა იმ პატარა ორფის ინსტრუმენტებზე, რაზეც ბავშვები თვითონ უკრავენ, იმათ არ ანუ გულისხმობ, როცა იმ მართლა აკორდებს და ვუკრავ. უკულელე უმარტივესი ინსტრუმენტი, რომელზეც რომ მეკითხებიან უკრავო, აი დაჟე თქმა მერიდება, რომ იცი კი აი მე პიანოზე უკრავ უკულელეზე და გიტარაზე, იმიტომ რომ მე უკრავ იმას, რაც ჭირდება გაკვეთილზე. მე შემიძლია რომ ის აკორდები ჩემს სიმღერას რაც ჭირდება და 7 აკორდი, 6 აკორდი თუ ისწავლე მორჩა. ყველა სიმღერა შეგიძლია რა. და ამას გულისხმობ, ხო? არ გეგონოთ რომ ვიღაცა ვირტუოზი ის უნდა იყოს. თუ ვირტუოზი ხარ, კი ბატონო, გადასარევი, მაგრამ ძალიან ბევრსაც არ ცვლის ვირტუოზი პიანისტობა, იმიტომ რომ იქ შეიძლება რაღაც აქტივობებში დაუკრა, მაგალითად როცა იძინებენ, მოასმენინო და დატკბნენ, მაგრამ რეალურად როცა აქტივობებს აკეთებ, შენ გჭირდება მარტივი აკომპანირება, არასდროს არ გადატვირთოთ რაღაცა ვირტუოზული რაღაცეებით. მარტივად ახმადი, ამიტომ
ძალიან სასურველია, ცოცხალი ინსტრუმენტები მოისმინო, ნახონ ადგილზე, მაგრამ ნამდვილად არ არის ტრაგედია თუ ეს ვერ ხერხდება. ხო და თუ უკრავთ, ბატონო, მაშინ ნაკლები აუდიო და დაუკარეთ, მაგრამ ხანდახან შეიძლება რომ დიდი ჯგუფი ყავდეს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ისე ჩვენს თუ დიდი ჯგუფები ყავს. ჩვენ არა გვაქვს 14 და 15 ბავშვიანი ჯგუფის ფუფუნება ნამდვილად. 15 არის ძალიან დიდი ჯგუფი ჯერ ეგ თან. ხო და ჩვენ 34-იც აყვავს. აუცილებლად ეცადეთ რომ გაყავით და იქნებ სწორედ ამაში თან აღგრძელება და მუსიკის მასწავლებელმა ერთმანეთს დაეხმაროთ. ანუ არ არსებობს აქტივობა, რომელიც შეგიძლიათ მოგცეთ და გითხრათ რომ 34 ბავშვი გააკეთებთ. არ არსებობს. აი ეს არის თავისუფალი ცეკვა შარფებით მაგალითად, მაგრამ თან 34 რა ინსტრუმენტი და რა მასალები უნდა გქონდეს იმდენი რომ ამდენ ბავშვს ეყოს და თუ თან არა ეგრე გვაქვს კაცო რაღა აი ეს ორფის ინსტრუმენტები მეტიც აგვაქვს ზოგი ჩვენი ხელით ნაკეთები ზოგი ქარხნული და მოკლედ ამას არა მაგალითად თუ რამე ოცილობას აკეთებინებთ რომლისთვისაც ყველას ორი კვერცხი უნდა ეჭიროს ხელში 100-მდე კვერცხი ჭირდებოდა ხო და ყველაფერი ანუ ქსილოფონი ხო ვერ გექნება ანუ ქსილოფონი 35 არც მე არ მაქვს არა ხო არა დენი არ გვექნება რა თქმა ნათია მან მუსიკალურ კვერცხებზე გააქვთ აქტივობა კი ამას აუცილებლად ჩავწერე ხა მომდევნო იმებში ძალიან მომწონს მესმა ძალიან მიყვარს მე ძალიან და თან მესაც გეტყვით რომ აი მაგალითად გახურების აუდიო რომ აქვს და იქ ჩამონათვალიც რომ აქვს რეებით შეგიძლიათ გახურების აუდიოზე გააკეთოთ ნებისმიერი ინსტრუმენტი ძალიან კარგად შეგიძლიათ ასევე გახურების აუდიოზე მაგრამ მე მინიმუმ ერთს მარტო კვერცხებით რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ჩავწერე ხო, მოკლედ ეს მასალები რა თათია, აი რადგანაც შეეხო ჯგუფზე ბავშვის რაოდენობას, ესე 14-15 ბავშვი მე რო შერეული ჯგუფი მყავს, მაგალითად არის ერთი ჯგუფი საბავშვო ბაღში. რამდენი ხანი უნდა ვიყო, რამდენი დრო უნდა ვიყო ბავშვებთან, რომ მაგალითად ეხა პატარას არ მობეზრდეს დიდს, რასაც ვაკეთებინებთ. მაინც 45 წუთი. შეგიძლიათ, იცით რა, ამ 45 წუთში, ნახე, აი ამ 45 წუთში თუ მოიაზრებთ იმასაც, რომ თუ დაღლას შეატყობთ ბოლოს 10 წუთი, 15 წუთი, დაახატინეთ, მუსიკა ჩაურთეთ. თუ რაიმე ხელგაჯელობის აქტივობასაც მოიაზრებთ ამ ყველაფერში, 45 წუთი ძალიან ცოტა აქტივობას მოასწრებთ წესით თვითონ მუსიკალურს, ხო? და 45 წუთი ანუ მე პატარა ბავშვთან ვატარებ და უბრალოდ საკმარისი რაოდენობის დასრულიც უნდა იყოს ოთახში, ხო? იმიტომ რომ ვეღაცებს ყურადღება თუ ეფანტებათ ან ხმაურობენ ან გიშლიან, რომ ვეღაცა დამხმარე იყოს, რომელიც კონკრეტულად მაგ ბავშვებს ესე ვთქვათ დაეხმარება კონცენტრირებაში და შერეული ჯგუფების ძალიან კაია, თავისი ძალიან დიდი პლუსები აქვს იმის, რომ დიდი ბავშვები გააკეთებენ და ამას უყურებენ პატარები და ძალიან დიდი мотиваცია ეძლევათ, რომ მეხმარება ძალიან ფევსებს მიბაძონ და შეიძლება ისეთი ბავშვები ყავდნენ ჩვეულებრივი ასისტენტები არიან ხოლმე ჩემი. მე თან რო ისწავლიან რა რიტუალები გვაქვს, აი რა ვიცი, შემონახევარი საქმე გადააბარო. კარგ დიდ ბავშვებს. ხო და 45 წუთი ძალიან ეს რა ქვია, წესით გადის, მაგრამ ესეც იცით რა თუ ატყობთ რომ რაღაცა გიჭირთ, ამ დროსაც ანუ ძალიან კრიტიკულებიც არ იყოთ საკუთარი თავის მიმართ და ნელ-ნელა გაზარდეთ ის დრო იმ 45 წუთამდე რა. მე მგონი უკეთრებად ჩაგერთვებით 45 წუთი ჩვენთან მუსიკის აქტივობებისთვის წარმოუდგენელია. იმიტომ რომ ჩათვალეთ რომ იმ დღეს, ესე იგი მხოლოდ მუსიკა უნდა გქონდეთ ბავშვებს. ცოტა ბევრია ხო, მეც იმიტომ ვიკითხე. 5-6-იანში ყველაზე დიდი ნახევარი საათია. 25-დან ნახევარი საათია. ესეც ხო რაღაცა სტანდარტი ხოა ჩვენთან. ჩვენ ყველგან ასია საქართველოში, კაცო, იმ ძველი იმიდან მოვდივართ თქვენ, მაგრამ დღევანდელი ბავშვებიც ამის იმას გვაძლევენ. მე ხარშალებას კი, იმიტომ რომ არ გვაქვს ესე მაგალითად. ჩვენთან გვაქვს, ჩვენ, ნუ არ არის, ეგეც ხო არ არის საჭირო ახლა, რომ ყოველთვის დარბაზში ახატინოთ, როცა დავხატოთ მუსიკა მაქვს, ჯგუფში ავალ და იქ დავახატინებ მუსიკას და ასეთ ვაკეთებ. მინდოდა მეც. შეიძლება იქ გაგრძელდეს. მაგრამ 45 წუთი მუსიკისთვის ეს წარმოუდგენელია. უბრალოდ მე ვხვდები რომ თათია თქვენი მასალა არის არაჩვეულებრივი, რომელსაც მე ჩვენებურად ჩვენ ყაიდაზე გადმოვიტანთ რა და იქნება ეს მე ვხვდები ამას. აი უბრალოდ რაღაცა ჩაგერთვებით. 45 წუთზე, ანუ თქვენ ისიც შეგიძლიათ რომ თითოეული ეს აქტივობები რაღაცა იმ ყოველდღიურ რუტინაში ჩართოთ, რაც თქვენ გაქვთ და ეს 20 წუთია თუ რა არის, მაგრამ
თუ მართლა მუსიკის გაკვეთილი გინდათ, სადაც კვირაში ერთხელ გააკეთეთ ეს 45 წუთი, ერთი დღე გააკეთეთ მუსიკაზე ძალიან ძლიერი აქცენტი და სხვა დღეები, ხო? ერთი და ორი სიმღერა აიღეთ, რომელსაც სხვა დღის წესრიგში ჩართავთ. თქვენთვისაც ძალიან კაი სავარჯიშო არის. მთელი კვირის განმავლობაში ერთ და იგივე აქტივობებს რამდენიმეჯერ გააკეთებ, დაზეპირებული გაქვს, ხო? უბრალოდ ეს არის კვირაში ერთხელ. მე 45 წუთს ვაკეთებ კვირაში ერთხელ და თუ ამ გეგმას გაყვებით ნამდვილად, აი ნახეთ გახურება, როგორც არაფერი 7-8 წუთი გრძელდება. მისასალმებელი სიმღერა და გახურება ერთად ჩათვალეთ 10 წუთი. მსხვილი ხე, ძლიერი ხე, ამას რომ რამდენიმეჯერ გაიმეორებთ, ხო? რავი, ეხა 3-4 წუთი როგორ არ გავა. იქ მერე მაგალითად ის საერთოდ ამოვიყოთ ხატვა და ყველაფერი. მატარებლის მოგზაურობა მაგალითად თუ ორჯერ გააკეთეთ, ესეც როგორც არაფერი 5-6 წუთი არის და მაგალითად მერე ვთქვათ ბუშტების ცეკვას თუ დაამატეთ ან რაიმე პატარა ინსტრუმენტი, ხო? რეალურად გავიდა 45 წუთი. მე როგორ გეგმებსაც გიწერთ, ჩათვალეთ რომ 45 წუთზე არის. მაგას, თქვენ მოდიხართ იქ თქვენი რეალობიდან, სადაც მუშაობთ. ჩვენთან ბაღს თავისი განრიგი აქვს და კვირაში 2 დღეა მუსიკა. ერთი დღე გვაქვს გართობას ვეძახით. 2 დღე და უფრო დღესასწაულად გადავაკეთეთ ეს გართობა რა არისო და დღესასწაული დავარქვით რუსთავის ბაღებში. კვირაში გვაქვს 3 დღე, ბაღ თავისი განრიგი აქვს და იმ განრიგში აი ეს საათები გვაქვს. ეს საათები გვაქვს. აია კვირაში 2 გააქვთ. ბატონო, ორჯერ გვაქვს მუსიკა. ერთხელ გვაქვს. და ერთხელ გვაქვს დღესასწაული. და დღეს ბავშვებს არაფერს არ ვასწავლით, მხოლოდ გართობა, მხოლოდ ზეიმია, მხოლოდ მხიარულება. კი. თუ ეს ესე ვერ შეიცვლება და ესე იქნება, ანუ ის 45 წუთი გაყავით ორზე და იგივე გამოდის, ხო? მაშინ იგივე ზუსტად მაგას ვამბობ მე, რომ ჩვენ მოვერგებით, ჩვენ რეალობას მოვარგებთ იმას, რასაც თქვენ გვაწუხეთ. ის გაყავით, ის გეგმა გაყავით და უბრალოდ ეცადეთ, რომ თითოეულ დღეს შეიძლება რაღაც ორ კომპონენტზე გააკეთოთ, მაგალითად აქცენტი და რაღაცა და თქვენ საერთოდ საბოლოო ჯამში კვირაში მერე გამოგივათ ის 45 წუთი. უბრალოდ თუ შესაძლებელია თავისი ეფექტი აქვს იმას, რომ 45 წუთის განმავლობაში უღრმავდებიან და თუნდაც ერთ და იგივე აქტივობას, აი მაგალითად თუ თითებით გავაკეთებინე და მე ინსტრუმენტი მოვატანინე და სხვა აქტივობაშიც იგივე გამოვაცდევინე, მე ფურცელი გამოვატანინე და დავახატინე, აი ამას თავისი ეფექტი აქვს. ფოკუსირებული არიან ამ საქმეზე მხოლოდ. და 45 წუთი რო აი ამ ყველაფერს ესე ვთქვათ დაგეგმილად თან დინამიკას უფრო ასწრებ რეალურად გაზარდო კულმინაციაზე აიყვანო შეიძლება გააგიჟო გართობა დღესასწაული ჩამოიყვანო მუსიკა მოასმენინო დამშვიდობება რიტუალები ჩართო და 20 და 25 წუთიან გაკვეთილში აი ესეთი რაღაცების გაკეთება ცოტა უფრო რთულია მაგრამ შეხედეთ ხო თქვენ თვითონ მერე გადაწყვეტ თუ იქნება არის მერე საშუალება მაგალითად თუ გინდათ ერთხელ რაღაცა გატესტოთ და სცადოთ ცოტა უფრო 30-35 წუთიანი მაგალითად 35 წუთის 30 წუთი 25-დან 30 წუთამდე გვაქვს 5-6-იან მერე 5 წუთი აკლდება კი ბატონო მერე მოგვიყევით ქალბატონო მაია თქვენ როგორ მიჭერმოჭერით ჩვენი გეგმები და გაგვიზიარეთ აუცილებლად მე ვარ რუსთავის ბაღების მუსიკალური საშემსრულებლო ხელოვნების პროცესების კოორდინატორი და მოკლედ ჩემი 32 მუსიკის მასწავლებლიანად ჩართული ვართ ამ ამბებში და ყველანაირად ვცდილობთ რომ რაღაცა გადავიდეთ იმ ახალ რელსებზე, რასაც ეს ახალი მიდგომები ქვია რა თქმა უნდა ხან გამოგდის, ხან არ გამოგდის, ხან რაღაცა წინააღმდეგობაში მოვდივართ და არა ხო მუდამ ვცდილობთ რომ რაღაცა ახალი გავიგოთ თქვენი გამოჩვენა თქვენ ძალიან საინტერესო და ძალიან კაი იყო და აუცილებლად ან მიხარია და რაც თავიდან არ ვიცი ესწრებოდით თუ არა და რაც ვილაპარაკე რომ რამხელა რაღაცის გაკეთება შეგვიძლია რეალურად ერთად ამ დარგისთვის და მე ჩვენი მომავალი თაობისთვის და თან იმ ყოველთვის გათვალისწინებით როგორი ფინანსური რეალობაც არის რომ ამხელა мотиваციას და მონდომებას იჩენთ ჩემთვის ამბობს ყველაფერს და მე რა ვიცი მე ჩემი მუსიკის მასწავლებლების დაწერილ აქტივობებსაც გაჩვენებ თქვენ გაგიზიარებთ ალბათ მაგისთვის მინდა თვეში ეცნება ამისი საშუალება ჩვენ უკვე კურიკულუმზე მორგებული აქტივობები გვაქვს არ ვიცი ახლა ცოტა გვემდურებიან ხოლმე რომ თქვენ აღზელის ფუნქციებშიც გადადიხართო რაღაცნაირადო მაგრამ რა ვიცი ვეცდებით რომ
მე მგონი მოგვარდებით როგორღაც აღრძელები და ძალიან მიხარია ეს რა ქვია ძალიან ზუსტად თვეში ერთხელ შეხვედრა რომ იქნება ერთი ზუსტად იქნება ის რომ ერთი მასწავლებელი ეს რა ქვია წარგვიდგენს ერთ აქტივობას რომელსაც ვიყავით ერთი იქნება ერთი შეხვედრის ერთი ეს განყოფილება და მანდ მოკლედ შეგიძლიათ ადგილი დაიკავოთ გახსნათ ჩემი მუსიკის მასწავლებელი გახსნის აუცილებლად ერთი რო გისმენთ ზუსტად ვიცი აი ხა მიუბრუნდები უბრალოდ პრეზენტაციას და მე კიდე თუ რამე ისინი იქნება კი ბოდიშით ზედმეტი მოვიდა ხო მოკლედ მე მესმის თან რა ფინანსური მდგომარეობა და ამაზეც მინდოდა რომ ეხსენებინა რომ ის რა ქვია ის 20 ლარი რომელიც ნუ დღეს ისეთი გაუფასურებულია ფული ბევრი არაფერი არ არის მაგრამ მე ვიცი ხალხასთან შესაბამისობაში რა არის უბრალოდ მე არაფერი არ შემიძლია ეს იყო გეუნებოდი ზუსტად იმას რომ კოლეგებს ველაპარაკებოდი აქაურს რა ფორმით გავაკეთო აღფრთოვანებულები იყვნენ რომ ეს იდეა მაქვს აქაური ამერიკელი და ინგლისელი კოლეგებისაც ველაპარაკე და მითხრეს რომ აი ესეთ ვებსაიტზე გააკეთე და მაგათმა მომწეს რეალურად იდეა რომ ეს გააკეთე რომ თვეში ბევრი იყოს და ბევრის ხარჯზე იყოს ფასი ძალიან დაბალი ხო და ანუ ამ ფასს ვერაფერს ვერ უშვებ იმიტომ რომ თან რაც უფრო დავიწყეთ ანუ ორი ადამიანი ვმუშაობთ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვერ გეტყვით რამდენი საათია რასაც მუშაობთ გარდა იმისა რომ უნდა მოიფიქრო რა არის მე ვიდეოები უნდა გადაიღო როგორ არის ამ ყველაფრის ტექნიკური მხარე ამ ვებსაიტის ამ პრეზენტაციების კეთება იმეილების წერა პასუხის გაცემა ცალკე ზუმი იყიდე ცალკე აპლიკაცია იყიდე იმას ეს უნდა რეალურად რო დავჯექი მინდოდა მეთქი აი იქნება ამ 7 ევროს კიდე რაღაცა 5 ევრომდე ჩამოვიყვანო ხო და აი არ ვიცი 450 გამომწერეს თუ არ იქნა ვერ ვუშვები მაგ 7 ევროს ვერაფერს რა ხო და იმედია რავი ანუ გესმით ეს ყველაფერი იმიტომ რომ ამ 7 ევროში არა მხოლოდ მასალები, გაკვეთილი გეგმები, თვითონ ტრენინგი, ყოველთვიში შეხვედრა, ყოველთვის გეცოდინებათ რომ იმეილს უპასუხებ და რაღაცა მგონია რომ იმ ყველაფერზე რომ აი ესეთი სივრცე შექმნათ, სადაც თან ესეთ ახლო კომუნიკაციაში ვიქნებით ერთმანეთთან და ის ყველაფერი მიზნები, რაზეც თავში ვილაპარაკეთ, მე მგონია რომ მეტნაკლებად ესე ვთქვათ ამართლებს ამ ფასს მე რომ შეიძლებოდეს და აქ რაღაცა დაფინანსება რო იყოს მე ჩემი სურვილია როგორც თავში თქვი რაც შეიძლება ჩემმა კომპეტენციამ რაც შეიძლება ესე ვთქვათ ფართო მასშტაბით სარგებელი მოიტანოს და რომ შეიძლებოდეს რომ აბსოლუტურად ყოველს უფასოდ დაურიგდეს და ამაში მე ვინმე ხელფას და უშად გადამიხდი და იმიტომ რომ ხო ანუ ყველა უნდა გადავიხადოთ ჩვენი ბინის ქირა თუ საჭმლის ფული და ამას მე უფასოდ ვერ გავაკეთებ ამ საათებს რასაც ამას ვახმარ რეალურად სხვა სამსახურს ხო რომ მოშტაკ ფულს მიხდი ან იმას უნდა მოვაკლო საათები და იმედია გესმით და თუ ერთობლივად რაღაცა თუ მართლა გულწრფელად იფიქრებთ რომ ეს კურსი, ეს ტრენინგი და მასალები, ეს ყველაფერი ასაც ერთად ვაკეთებთ ღირს და კარგია, ურჩიეთ თქვენ კოლეგებსაც, აი ბოლოს იმასაც გეტყვით რომ როდესაც მაგალითად თქვენგან მაგის ლინკსაც გამოგიგზავნით მე იმ იმეილში, თუ მაგალითად თქვენ მოიწვევთ თქვენ კოლეგას, თქვენ გეკნებათ იმ თვეს უფასოდ წვდომა მასალებზე და თუ გულწრფელად ფიქრობთ რომ ეს მასალები მოგწონთ და გინდათ გაუზიაროთ, იმდენი აღმზრდელი და იმდენი ბაღი და მუსიკის მასწავლებელი, ახლა მე მგონი 400 და 450 ადამიანი შეიძლება არც ესე ბევრი იყოს. და თუ ამ რაოდენობის იქნა საბოლოო ჯამში, მე ჩემი პირველ რეაქცია ის იქნება, რომ დავწიო ფასი. ხო და ხო, ეს ამ თემაზე მოკლედ. შემდეგ მე რას გირჩევდით? მოკლედ პირველი იმეილს როცა ხსნით, შეხედეთ ბროშურას, იმ კვირის აქტივობები რა არის, გადახედეთ ყველაფერი შეამოწმეთ, მაქვს ხო, ყველა ვიდეო არის, ყველა აუდიო. აირჩიეთ 2 ან 3 აქტივობა, რომელსაც პირველ რიგში ისწავლეთ და გააკეთებთ გაკვეთილზეთ. თუ გინდათ ერთი სიმღერაც იყოთ თქვენ როგორც უფრო ადვილად თვლით ან გააჩნია ვისთვის როგორ სირთულეს წარმოადგენს ეს მასალები. მერე გადახედეთ 2-3 სიმღერა ავარჩიე. მჭირდება ამ 2-3 აქტივობისთვის აუდიო ან ვიზუალური მასალა, გადმოწერეთ ესეც, ხო? შეხედეთ კვირის გეგმას, ბროშურის მერე და კვირის გეგმიდან არჩევთ. მოდი, აი ეს რაღაცა 2-3 ვიდეო მომეწონა ამ აქტივობებს. ავარჩევ ან კონკრეტულად ეს სჭირდება ამ კვირას. მის მასალებს გადმოწერთ თუ რამე თან ახლავს. მე გირჩევდით რომ ეს არის რეალურად თქვენი პროფესიული ზრდა, ხო? რომელიც არა მხოლოდ თქვენს პირად ინტერესში, არამედ მთელი ბაღის და თქვენი მენეჯერის და უფროსის და ყველას ინტერესში შედის. თუ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გააკეთეთ სამუშაო საათებში. იმუშაოთ და მე კიდე სახში მოხვიდეთ და ღამე რაღაცები ისწავლოთ, ჩემი აზრით არის ძალიან არასამართლიანი და არასწორი და თუ შეგიძლიათ
ეს სიტუაცია თქვათ ისე დაალაგეთ და გაარკვიეთ, რომ თქვენ იქ სამუშაო საათების დროს გამოყოფთ ამ 1 საათს თუ საათნახევარს, როდესაც ამ მასალებს დაამუშავებთ და ჩემი აზრით მე რაც ვიცი ბაღის გაერთიანების უფროსი თუ მენეჯერები იმდენ მოტივირებულები არიან ამ ინოვაციისკენ, რომ ვერ წარმომედგენია გითხრან, რომ იცით არა, რაღაცა ეხლა შენს პირად დროში უნდა აკეთო ეს ყველაფერი, ანუ იცადეთ რომ ესე გააკეთოთ. მე გააკეთეთ პატარა ჩანიშვნები თქვენი გეგმა იმ აქტივობის, რასაც აკეთებ გვერდით, დაიდეთ, დაგავიწყდებათ რაღაცა უცებ შეხედავთ. და ბოლო პუნქტი ამას გავწევ. და მე რაღაცა 2-3 აქტივობას ვაირჩევთ, რეალურად შეგიძლიათ მთელი კვირა სხვადასხვა ჯგუფში უბრალოდ შეიძლება მოარგოთ ასაკობრივად, თორე იმეორებთ, ხო? ამიტომ ძალიან ადვილია მე აი ამ აქტივობების დამახსოვრება, იმიტომ რომ რეალურად ის კვირა არის ის გეგმა, ის აქტივობები, რომელსაც მე რეალურად ატრიალებთ და ყოველდღე ახალ-ახალი აქნათ. პირიქით რამდენიმეჯერ გამაიმეორეთ და ასევე თვითონ აი ესეც ერთი აქტივობა მინიმუმ 2 გაკვეთილზე მაინც უნდა გაკეთდეს, რომ ბავშვმა შესძლოს სწავლა და დამახსოვრება. 2-ჯერ, შეიძლება დაჟერ 3-ჯერაც. ყოველ მომდევნო კვირას უფრო ნაკლები სიმღერის აქტივობის მომზადება გიწევთ, იმიტომ რომ გეგმას გაგიწერთ, რომ მაგალითად თუ რაღაცას 4-5 აქტივობა გვაქვს, მომდევნო ჯერზე ამ 4-5 აქტივობიდან ერთი 2 მაინც ის რა ქვია განმეორდება და რაღაცა 1 ან 2 ახალი დაემატება. ეს გითხარით უკვე რომ დათქვით თქო დრო, მე გირჩევთ რომ დღე აირჩიოთ ეს თქვენი სამუშაო საათები. ხო. და შემდეგ თუ გადააწყეთ სირთულეებს, რაღაც რუტინა ვერ გამოიმუშავეთ, რაღაცა ვერ გააკეთებთ, არ ფუნქციონირებს, მოგწერთ იმეილს, მე თხოვნე ვქნებ, რომ იმეილი მომწეროთ, იმიტომ რომ მან უფრო ბავრად ადვილია ჩემთვის, ესე თქვათ, რაღაც გამომრჩეს, ყველას უპასუხო, ერთხელ დავჯდე და დავუშვათ ყველა იმეილს უპასუხო და ჩვენი შეხვედრები თვეში ერთხელ ზუსტად იმისთვის იქნება, რომ ის სირთულეები და განვიხილოთ, ან ავარჩიოთ, რომელი იყო ჩვენი ყველაზე საყვარელი აქტივობა და რომელი იყო ყველაზე ნაკლებად